Salam მეგობრო. ეთერშია პროექტი Veritas. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი დღეს გთავაზობთ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. ზურა, მიხარია რომ ჩემთან ეთერში ხარ? მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ შევთანხმდით რომ შევაჯამდით 2024 წელს. ძალიან საინტერესო წელი იყო. რთული წელი, ურთულესი წელი, იმიტომ რომ ორი უმძიმესი კრიზისი მოთავსდა ამ წელიწადში. და თან ამბივალენტური გზნობა მე მგონი რა ამ წელიწადთან დაკავშირებით ერთის მხრივ სამოქალაქო საზოგადოების ალბათ კონსოლიდირების ყველაზე რაღაცა რეალური ნამდვილი ფაქტი დაფიქსირდა ამ წელს ჩვენს დამოუკიდებლობის ისტორიაში რაღაც კიდევ უფრო თვისებრივად მაღალ დონეზე ავედით მე მგონი და თან ამავე დროს ყველაზე გადამწყვეტ ბრძოლაში შევედით რაღაცა ურთულეს და უმძიმეს სამომავლო პერსპექტივასთან, რომელიც შეიძლება უკვე იყოს ალბათ ტოტალიტარიზმი, დიქტატურა თუ რა ვიცი რაღაცა სხვა რაღაცა მახინჯი ფორმა და მოდი ვისაუბროთ ახლა ამ თემაზე და მე მინდა აი ამ კრიზისის, აი ამ ყველაზე მთავარი პრობლემის ყველაზე საწყისი, ასე ვთქვათ, პრობლემიდან ამოვიდე. და მე მოვიდეთ აი ამ პრობლემამდე, რომელიც არჩევნებია, არჩევნების შემდეგ კრიზისი, ეხლა რა მდგომარეობა, კიდევ რა პერსპექტივები ჩანს, ბევრია სასაუბრო. რუსული კანონი, ხო? აი ეს იყო ალბათ, რაღაც უკვე აი ეს პროცესი რაღაცნაირად დააგორა. ყოველ შემთხვევაში ეს რუსული კანონი არ იყო ისე, რომ რაღაციდან გაჩნდა. სულ ჩანდა ეს პროცესი, რომ აი რაღაც ის ლოგიკური, ერთგვარი გამოთავისუფლება იყო ქართული ოცნებიდან, იმიტომ რომ მანამდე არ ყოფილან ისინი ლიბერალური ძალათა უცებესე მოგვევლიდნენ, ეს ყველაფერი ცხადზე ცხადი იყო. რას ემსახურებოდა ეს კანონი, აი შენი აზრით, რატო შემოიღეს მაშინ თავის დროს? რუსული კანონი ალბათ უკვე წელს შემოტანილი, ჩარშან შემოტანილზეც ვერ ვიტყვი მაგას, წელს შემოტანილი იყო რაღაცნაირი წყალგამყოფი, მათ შორის პირველ რიგში დასავლეთისთვის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის რომ მანამდე ნაბიჯები, რომლებიც იდგმებოდა ჭყალებში რუსეთის მიმართულებით, ან ნაბიჯები, რომლებიც მიდიოდა იმ რეფორმების საპირისპირო მიმართულებით, რომელსაც ჩვენგან ითხოვდა დასავლეთი, ნაბიჯები, რომლებიც იდგმებოდა ვთქვათ დემოკრატიული ინსტიტუტების გაუქმებისკენ პრაქტიკულად, ან ავტოკრატიის უფრო კიდე გამყარებისკენ ასე შემდეგ, ამ ნაბიჯების აღქმა შიგნითა და გარეთაც მაინც იყო, რომ ერთის მხრივ იყიდებოდა ჯერ კიდე ეს რუსეთი არ გავაღიზიანოთ თემა, ამას იმიტომ აკეთებენ, იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ ქვეყნის ორიენტაცია, საგარეო ორიენტაციას ცვლიან, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ რაცა რუსეთი არ გავაღიზიანოთ. ან იმიტომ, რომ ძალაუფლების შენარჩუნება უნდათ და ეგეთი რაღაცეები ყველგან ხდება, ეს არის რასაც ჩვენ ვისმენთ ხოლმე თუნდაც იგივე ჩვენი მეგობრებისგან დასავლეთში, რომ ახლა არჩევნებია და არჩევნების წინ ხო იცი ყველა იძახის ეგეთ რაღაცებს და პოლიტიკაა და პოლიტიკაში ეგეთ რაღაცი მოსულა, მაგრამ არაგაც რა რუსული ძალა არ არის, უბრალოდ რაღაცა აი რუსეთი არ გავაღიზიანო და ძალაუფლება რო შევინარჩუნოთ, მაგიტაკეთ, მაგრამ რუსული კანონის წელს მეორე ჩემოტანა გაზაფხულზე აღმოჩნდა წყალგამყოფი, რამაც თვალი აუხილა ბევრს ქვეყნის შიგნითაც და მათ შორის დასავლეთში ამ ქვეყნის მართლა მეგობრებს, რომლებიც რაღაც წლების განმავლობაში ამ ქვეყანას ლობირებდნენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. იმიტომ რომ გაჩნდა კითხვა, რომელსაც პასუხს ვეღარ ცემდნენ, რომ თუ უბრალოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე არის საუბარი, ქვეყანაში სადაც მოსახლეობის 80% 3 წლეულია იძახის, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირი და ნატო, ძალაუფლების შენარჩუნება სჭირდება, რომ უბრალოდ შეასრულოს რეკომენდაციები და გახსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან და დარჩები და ისტორიაში დარჩები, როგორც ის ხელისუფლება, რომელმაც ამ ქვეყანას მოუტანა არა მარტო თქვა რაღაცა კანდიდატის სტატუსი, ეგეთ შეგეთვლება, არამედ მოლაპარაკებები გახსნა და ბოლოს 2030-ში დაგეგმილი ევროკავშირის გაფართოება და ევროკავშირში შეიყვანა ქვეყანას და ვინ გადაგირჩევს ახლა ქვეყანას თუ ევროკავშირში შეყავს რატომ და გადაგირჩევს აი ხანი დარჩები კიდე ხელისუფლებაში სოციალური კაპიტალის სამუდამოდ გარანტირებული რა თქმა უნდა ხო ამიტომ მაგ კითხვაზე რატო გააკეთეს ეგ პასუხი თუ უბრალოდ ძალაუფლებაში ხელისუფლებაში დარჩენა გინდა მაშინ მაგ ნაბიჯებს არ გადადგა ამიტომ გაჩნდა კითხვა რომ ეს იგი რაღაცა სხვა მოტივი არის ამის უკან და კაი ხანი გრძელდებოდა სხვადასხვა რამდენიმე თვეში როცა მქონდა მაგათთან საუბარი ეს კითხვა ჰაერში ეკიდა ჯერ კიდე ბოლომდე ვერ ვსვამდნენ რომ აი რაღაცა რუსეთის ფაქტორია და რუსული ამბავია არა მაგრამ მე როდესაც განმავლობაში მიხვდა რომ თალცახად ეგ იყო მაგას მოყვა თუ გახსოვს ივანიშვილის 28 აპრილის მიმართვა
ამ მიმართვაში ადამიანმა ღიად თქვა, რომ რაღაცა ქვეყანა უნდა გაასუფთავოს ჭყალებში ეგრეთ წოდებული დასავლური გავლენებისგან და ეს დასავლური გავლენა არის ოპოზიციური პარტიები, კრიტიკული მედია და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც თურმე რაღაცა ფინანსდება დასავლეთიდან და მოი ამ რაღაცებს რომ გავაქრობ და ესენი ყველანი აგენტები არიან დასავლეთის, მაგის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება და პლუს თელი წარსული პრობლემები დაბრალდა ამ აგენტურას, მათ შორის 2008 წლის ომი ყველა უბედურება რომელიც ამ ქვეყანაში მოხდა თურმე არა რუსეთის ბრალი ყოფილა, არამედ რაღაცა დასავლეთის აგენტურის ბრალი ყოფილა, მაგან აუხილა ბევრს თვალი და მაგ ხრივ იყო წყალგამყოფი. რატო ეხლა მე მაქვს მაგაზე ჩემი პასუხი, რომელსაც მათ შორის ჩვენ რაღაც რო ხვდები ხოლმე ევროპარლამენტარებს ან თუნდაც ეროვნული პარლამენტების წარმომადგენლებს იმათაც ვეუბნები, რომ მე მგონია რომ ჩქარობს რუსეთი, აქ ჩქარობს, იმიტომ რომ ამერიკაში ახალი ადმინისტრაციის მოსვლასთან ერთად ნებისმიერ შემთხვევაში რაღაცა ლაპარაკები შედგება და ამას ელოდება ყველა. დადგება რაღაცა მომენტი, როდესაც დაждდებიან ტრამპი და პუტინი და დაილაპარაკებენ რაღაცა გლობალურ რაღაც პრობლემებზე. მე მგონი რუსეთი ჩქარობს, რომ მაგ მომენტისთვის, როდესაც ეგეთი მოლაპარაკებები შედგება, საქართველოს იყოს უკვე გაფორმებული როგორც რუსეთის გავლენის სფერო, რუსეთის რაღაცა იმის ნაწილი, რომელიც აღარ არის მოლაპარაკების საგანი. მოლაპარაკებს მაგიდაზე რომ დაждდებიან, შეიძლება ილაპარაკებენ უკრაინაზე, ილაპარაკებენ ჩინეთზე, ახლო აღმოსავლეთზე, მილიონი სხვა პრობლემა არის კიდე დედამიწაზე და საქართველოს აღარ უნდა იყოს განხილვის საგანი, იმდენად ცხადი უნდა იყოს, რომ საქართველოს საგარეო ორიენტაცია უკვე რუსეთისკენ არის მიტრიალებული, რომ მან კითხვის ნიშნები აღარ უნდა არსებობდეს და ტრამპისთვის ეგ საინტერესო აღარ უნდა იყოს და დისკუსიის საგანი აღარ უნდა იყოს. მახსენდება 2012 წლის არჩევნები რო იყო საპარლამენტო, საარჩევნო პროგრამაში ეწერა ქართულ ოცნებას სიტყვით ეგ ეწერა, რომ ამ საერთაშორისო რაღაც პრობლემების ჩამონათვალში დასავლეთსა და რუსეთს შორის საქართველოს როგორც პრობლემა აღარ უნდა ფიგურირებდეს საერთოდ. და ნუ აი მაგის მიღწევა ხდება იმითი, რომ რუსეთის არა ვთქვათ რუსეთის ფედერაციის ნაწილი როგორც რაღაცა ერთეული, არამედ რაღაცა რუსეთის ესეთი გავლენის სფერო, რომელზეც ყველასთვის ცხადია, რომ ეს ხა რუსეთის ამბავია და აღარ უნდა იყოს განხილვის საგანი. მგონია რომ მაგის გამო არის ეს დაჩქარებული ამბავი რუსეთის რუსულ კანონთან მიმართებაში, რუსული კანონის მერეც მათ შორის ეს გამოცხადება, რომ ვაჩერებთ 2028 წლამდე ამ ევროინტეგრაციის პროცესს და მათ შორის ეხარა დაჩქარებული წესითაც იღებენ გუშინ ყაველაშვილმა რაღაც რამდენ კანონს მოაწერა ხელი, მაგრამ ბევრ კანონს მოაწერა ხელი, რომელიც ჩვეულებრივი რუსული ტიპის კანონების მერე შეიძლება დაუძახო რუსული კანონი, ასევე ყველაფერი ხდება დაჩქარებულად იმისთვის, რომ 20-ში არის ხა ინაუგურაცია ტრამპის და ნუ არ ვიცი როდის იქნება ეგეთ მანამდე მოესწროს ისეთ სურათს. მანამდე დამთავრდეს ეგ ამბავი და ერთადერთი ბარემ ამასაც უწევ ერთადერთი რაც მაგას ახლა ხელს უშლის არის პროტესტი რუსთაველზე, ხალხი რომელიც რეგულარულად გამოდის. აი ამ კანონის მიღებით ესეთი ნაძალადები ხელში თუ რა ვიცი რა შემოთხრა ქართულ საზოგადოებაში, რას მიაღწია ქართულმა ოცნებამ? ანუ კერძოდ რა შედეგებზე გავიდა დაუშვათ. პირადად ამ კანონით რა მოახერხა მან აი როგორც თავად უწოდებენ ლიბერალური საზოგადოების გაჩუმება, მე მგონი ვერ მოახერხა, ხო? მოახერხა მან გარკვეულწილად სიმპათიების ორგანიზება ან რაიმე პრობლემის მოგვარება, ესეც ვერ მოახერხა. მოახერხა არჩევნებზე კონკრეტული ასე ვთქვათ ზეწოლის ჯგუფების დამშვიდება თუ გარკვეული ზეწოლის მოხდენა, ესეც ვერ მოახდინა. ანუ თავად აი ამ აქტში წმინდა რაციონალურად, წმინდა პრაქტიკულად მას რას მიაღწია? მე მგონი ანუ სწრაფი ეფექტი რაც შეიძლება ყოფილიყო მაგაზე ივანიშვილმა საჯაროდ ილაპარაკა იმავე მიტინგზე და თქვა რომ ეხლა ჩვენ გაზაფხულზე ეს კანონი ეხლა იყო მისაღები, იმიტომ ეხლა იქნება რაღაცა პროტესტი და ჩვენ ამ ხალხს დავღლით და მე როგორ შემოდგომაზე ეს ხალხი აღარ გამოვა. მაგ ვიზას ვერ მიაღწია, ჩემს ის რაც ხდება ეხლა ეს თვეზე მეტია უკვე რუსთაველზე, მაგის მოლოდინი მე მგონი არ ქონდათ. მათი წარმოდგენა მაინც იყო რომ ეხლა ამ პროტესტის სათავეში იქნებოდნენ რაღაცა არ ვიცი ოპოზიციური პარტიები, ოპოზიციური ლიდერები, რომელიც ოპოზიციას თავის პრობლემები აქვს და შეგვიძლია მაგაზეც ვილაპარაკოთ, მაგრამ პლუს სამთავრობო პროპაგანდით გაშავებულია ყველა და ვინც არ უნდა გამოიყვანო, ეხა ერთ კვირაში გაგიშავებენ ყველას ისე რომ აზრი არ აქვს და შესაბამისად ეს რაღაცა მუხტს მოკლავდა, მაგრამ ნუ აღმოჩნდა რომ სხვა ტიპის პროტესტი არის. საერთოდ ის ხალხი ვინც რუსთაველზე გამოდის, საერთოდ არ აინტერესებს არც რომელიმე პარტია, არც რომელიმე პარტიული ლიდერი გამოდის, იმიტომ რომ საკუთარი შვილების მომავალზე ფიქრობს და ხვდება რომ სხვა აზრი. ხო, მაგას არ ელოდნენ ჩემი აზრით. პლუს
გათვლა ამ რუსული კანონის არის ცოტა უფრო ისეთი ძალიან გრძელვადიანიც არა, მაგრამ ცოტა უფრო გრძელვადიანი. ანუ სამდიში ჩვენ მივიდივართ იგივე სცენარით, რაც სცენარიც რუსეთში განვითარდა, ან ბელორუსში განვითარდა. ანუ მოლოდინი არის ის, რომ ესენი ამ კანონებს კიდევ უფრო გაამკაცრებენ. მოლოდინი არის, რომ პროტესტის მუხტი ნელ-ნელა დავარდება, მოლოდინი არის, რომ ტერორს კიდევ უფრო მოუმატებენ და მაგის გამო ადამიანები დაშინდებიან, ნაკლები ადამიანი გამო, მაგრამ საბოლოო ჯამში მოლოდინი არის, რომ ვიღაცეები აღმოჩნდებიან ან ციხეში და დიდი ნაწილი უბრალოდ წავა ქვეყნიდან. ანუ რუსეთშიც ამას ხშირად ვეუბნები ხოლმე ჩვენ დასავლელ მეგობრებს, როცა რაღაცა მათგან ქმედებებზე არის საუბარი, რომ ერთადერთი განსხვავება ხა ჩვენ შორის, ჩვენსა და ბელორუსს და ჩვენსა და რუსეთს შორის არის ის, რომ აქ ჯერ კიდევ არსებობს პროტესტი რუსთაველზე, არსებობს ოპოზიციური პარტიები, არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, არსებობს კრიტიკული მედია, რომელიც ამ ძიმ დღეშია თითოეული მათგანი, მაგრამ არსად ესეთ ტიპის რეჟიმებში, არსად კარგ დღეში არ არიან არც ოპოზიციური პარტიები და არც სამოქალაქო საზოგადოება და არც ის. ერთადერთი განსხვავება ხა ეგ არის. მაგას თუ გადაგვერდზე გადაწევ ეს ქვეყანა ისაც რუსეთია, რომ მართვის ფორმა, სახელმწიფო მოწყობა, ის რო არ დემოკრატიული ინსტიტუტით ამ არ არსებობს, ის მართლმსაჯულების სისტემა არ არსებობს, ყველაფერი ერთი პარტიის და ერთი ადამიანის ხელშია. თვითონ ეს რეპრესიული აპარატი როგორ ამუშავდა, როგორ აწამებენ ადამიანებს, ეს ყველაფერი არის, ეს არის ხო შე რო ვიძახთ რუსეთი არ გვინდაო, ხო მაგაზე ვლაპარაკობთ, ეგრე არ გვინდა. ესეთ სისტემაში ცხოვრება არ გვინდა. ეს ყველაფერი უკვე ადგილზე გვაქვს ჩვენ. ერთადერთი რაც ახლა გვაქვს კიდე არის გამოხატვის თავისუფლების რაღაცა დონე, რომელიც რუსეთში უფრო შეზღუდულია ვიდრე აქ, მაგრამ ესენიც უკვე უჭერენ და პლუს ყავს რაღაც ადამიანების რაღაც ნაწილი, ზოგი სამოქალაქო საზოგადოება, ზოგი ოპოზიციური პარტიებში, ზოგი მედიაში, ზოგი იქ, რომელიც ამაზე საჯაროდ ლაპარაკობს და იმათი გათვლა არის იმაზე, რომ ეს რესურსი ნელა შეავიწრონ და საბოლოო ჯამში მივიდნენ იქამდე, რომ დიდი ნაწილი ადამიანების ეს ქვეყანა უბრალოდ დატოვონ. მათ შორის იმ ხალხმა, ვინც პროტესტში როს მონაწილეობას, იმ ხალხმა, ვისაც დღეს პოლიტიკოსი ქვია, იმ ხალხმა, ვისაც დღეს სამოქალაქო სექტორში რაღაცა მედიის ხალხმა და შემდეგ თორე დღევანდელ რუსეთიც რო ნახო, დღევანდელ რუსეთში არსებობენ ფორმალურად ოპოზიციური პარტიები, არსებობს რაღაცა კრიტიკული მედიაც, რომელიც რაღაცას რაღაც დონეზე მაუწყებლობს თუნდაც ინტერნეტში მაინც. მან მნიშვნელოვანი განსხვავება რაც არის ის, რომ არ არის აუცილებელი ყველაფერი ბოლომდე დაკეტო. თუ საფრთხეს არ უქმნის რეჟიმს, რავი, ლაპარაკის საშუალებას აძლევენ. ხო, ხა უამრავი ძალიან კარგი რუსი არის, რომელიც დარჩა რუსეთში, ცხოვრობს რუსეთში, ყოველდღურად ლაპარაკობს რაღაცებს, რავი, პოდკასტებს აკეთებს ამას იმას, მაგრამ გავლენა საბოლოო ჯამში პოლიტიკურ პროცესებზე და ის, რომ მან საფრთხე შეუქმნას სისტემას, მაგ მასშტაბს ვერ აღწევს. ვინც კი აღწევდა, ისინი ან გაქცეული არიან რუსეთიდან, ან რა ვიცი, ხა ნავალნის სიტყვაზე, რომელიც პრობლემებს უქმნიდა, უბრალოდ მოკლეს და მაგითი მოიცილეს. ხო, ეგ არის ხა ჩვენსა და მათ შორის განსხვავება, ამიტომ მე ამას სტატო ვიყენებ ხოლმე, ამ არგუმენტს ვიყენებ ხოლმე, როცა ევროპელები და ამერიკელები ჩამონდენ ჩვენ გვეკითხებიან, რომ ჩვენ რა შეიძლება გავაკეთოთ რაღაცა, აი ეს ბერკეტი არსებობს, ეს ბერკეტი, ჩემი პასუხი არის ხოლმე, რომ ყველაფერი თუ რამ ბერკეტი არსებობს, ეხლა არის მაგის გამოყენების დრო, სანამ აქ კიდე არსებობს რესურსი, აქ კიდე არსებობს ხალხი, რომელიც ქვეყნიდან გაქცეულ და რუსთაველზე დგას, აქ კიდე არსებობს რაღაც ოპოზიციური პარტია რო ქვია ეგეთი სტრუქტურები, სამოქალაქო საზოგადოება, კრიტიკული მედია, ეხლა არის მაგის დრო, თორე მერე ნებისმიერ შემთხვევაში მაგ ბერკეტების გამოყენება მაინც მოგიწევთ, უბრალოდ აქ შიგნით აღარ იქნება რესურსი, რომელიც მაგას გამოიყენებს და შესაბამისად, ხო, ანუ ბელორუსთან მიმართებაში რა დამოკიდებულებას აქვს დასავლეთს, მაინც იქამდე მივა ეს ქვეყანა, თუ ეს ქვეყანაც გიქცა საბოლოო ჯამში ბელორუსად. უბრალოდ აზრი აღარ იქნება. მაგ ყველაფერს იმიტომ რომ შიგნით აღარ იქნება მაგის სათანადო რესურსი. ხო, ეგეთი რეალობა არის. კარგი არ არის, მაგრამ ჯამში მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ისე ამ კანონს რო დაუბრუნდეთ. ამ კანონის დამაზიანებელი ეფექტი მაინც მე როგორც ხედავ ეს აბსოლუტურად გაუფრთხილებელი ერთგვარი შემოსვლის შემოწმების პარალიზების მექანიზმია. რომელშიც შეიძლება ორგანიზაცია პრაქტიკულად ისეთ ჩიხში შეიყვანოს, რომ მან საქმიანობა ვეღარ გააგრძელოს, ან წავიდეს ძალიან რაღაცა უკუღმარ ძალაში, რომლის გამოსწორება ვეღარ შეძლოს. თავად აგენტის ინკრიმინაცია, მათ შორის თვით ინკრიმინაცია, რომ დაუშვათ ვიღაცა გამომდინარე კანონის მოთხოვნიდან აი ამ კანონში დარეგისტრირდა. აი ეს ეფექტი ნამდვილად მე მგონია, რომ უკვე აღარ არსებობს, იმიტომ რომ ამ ავტორიტარულ რეჟიმში თუ კი ორგანიზაციას ეწოდება უცხოური გავლენის აგენტი, ესე იგი ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც პირიქით აი ამ ავტორიტარულ რეჟიმს ებრძვის და უცხოური გავლენის აგენტი რუსეთში რახან არის. ეგ არის ადამიანები, რომლებიც სწორედ რომ ალბათ ნორმალური რუსების კატეგორიაა და აქაც უბრალოდ იგივე არის. ახლა რომ დაუწოდებ ადამიანს უცხოური გავლენის აგენტი და აი ამისი გარემოება იცი რა არის, რომ პირიქით ადამიანი რა ვიცი სიმართლისთვის თუ რაღაცა სამოქალაქო საზოგადოებისთვის თუ ნორმალური ასე ვთქვათ, რაციონალური
ერთგვარი საზოგადოების სერვისისთვის არის. აი ესე ინკრიმინირებული სახელწოდებას მე მგონი აღარ აქვს საერთოდ. არა, მან ხო როგორ არის. ეხლა როგორ არის ამ კანონის მუშაობის? ჯერ სული ძალით არ აუმუშავებიათ, ჯერ კიდე არჩევნებს ელოდებოდნენ და ეხლა როგორც ჩანს მაინც პროტესტი რო არის, მე რამდენიც მაქვს ინფორმაცია და მაქვს პრაქტიკულად ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს ამ სამხარაკო საზოგადოების ორგანიზაციებთან, სხვა თემებზე ხან არჩევნებზე, ხან დაკავებულებზე, ხან ნაწამ ხალხზე, მაგრამ ჯერჯერობით ბოლომდე ამუშავებული არ აქვს, მაგრამ ეხლა ნაბიჯ ხდება. ანუ მან იარლიყის მიწებებას აქვს რამდენიმე დანიშნულება. ერთ დანიშნულება არის გაშავება, უბრალოდ რომ ადამიანის საზოგადოების თვალში მაინც ეს რაღაცა აკენს დაგიძახებენ თუ გავლენის გამტარებას დაგიძახებენ ამ ნიშნულებას რაღაცნაირად ამითი გაშავებენ, მაგრამ მეორე არის ის რომ მაგ იარლიყს როგორც კი მოგაწებებენ, მე რუსეთში მოხდა იგივე ტიპის კანონებში ბევრი ცვლილებები შეტანა და მაგ იარლიყზე ბევრი სხვადასხვა რაღაცებს აშენებენ, მათ შორის მილიონ სხვადასხვა ტიპის შეზღუდვას. საბოლოო ჯამში ოპერირების საშუალებას არ მოგცემ. ან მაგალითად ეხლა ამ წუთის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს რაღაცა გზები ჯერ კიდე აქვთ რომ ფინანსები მოიძიონ, ანუ შეიძლება გადაარეგისტრირონ სადმე უცხოეთში და იქ მიიღონ დაფინანსება და მე იქიდან პირდაპირ თანამშრომლებს გადაუხადონ ხელფასი და ამ შემდეგ მაგ გზებს მაგ ხებს მე ნელ-ნელა ყველგან ჩაკეტავენ, ანუ ეხლა თუ მაგის საშუალება არსებობს მე კანონში შეიტანა რაღაცა ცვლილებებს და მაგასაც ჩაუკეტავენ. მე კიდე ჩაუკეტავენ. საბოლოო ჯამში ხარ რუსეთში ხამდე მისული რომ მაგ იარლიყის გამო ვიღაცები ციხეში ზიან. ანუ ციხემდე მივა. აქ ისე აწყეს ახლა რომ ორად აქვს გაყოფილი, ანუ ეგ რუსული კანონია რომელიც მუშაობს კონკრეტულად მედიაზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ცალკე არის ეს ეგრეთ წოდებული ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც სხვათაშორის სამოქალაქო ორგანიზაციების მოთხოვნა იყო აქ რომ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო გაკეთებულიყო, ამათმა როგორც ახასიათებთ ხოლმე ტოტალიტარულ რეჟიმებს მოიგეს ეს საკუთარ თავზე, გააკეთეს პრემიუმის ქვეშ და ერთადერთი საქმე ჩააბარეს, ახლა არაფერს არ აკეთებს, ხო არანაირ კორუფციას არ ებრძვის, ერთადერთი საქმე ჩააბარეს დასდევს ოპოზიციურ პარტიების ფინანსებს, ანუ მიუხედავად იმისა, რომ უამრავი არ ვიცი, ასობით მილიონი შავი ფული ტრიალებს ქართულ ოცნებაში, იმათ არაფერს არ ეკითხებიან და მაგალითად ჩვენ ხარ უგზავნით რაღაც მე ძალიან აგდებული დამოკიდებულება აქვს მაგათთან მიმართებაში, რომ რაღაც კონკრეტულ რაღაცებს ვთხოვ, რომ ეს აი ღარიბაშვილის ფრენებზე ინფორმაციას თუ დადებთ მეთქი საჯაროდ გამოიძებთ, მე მოგცემთ ინფორმაციას, მაგრამ რეებს ვთხოვე რომ გესმოდეთ, აი ამ ხელა რაღაცა არ ვიცი 30 გვერდიან წერილებს გიგზავნიან, სადაც ეგ არის მაგათ საქმე ანტიკორუფციული ბიურო უზის, აქ ვისაც ხედავ ხოლმე ჩვენთან ოფისში, ყველას Facebook-ის გვერდებს და Instagram-ის გვერდებს და რაღაცებს და წერენ რომ სიტყვაზე ჩელემ Facebook-ზე დადო ბორის ჩელეულამ, რაღაცა და Facebook-ზე დადო ამ რიცხვში რომ იყო პრაღაში რაღაცა სემინარზე, რაღაცაზე იყო არ ვახსოვს, ნაუმანის ფონდმა თუ რაღაცა გადაუხადა და დააფინანსა და თქო თუ მაწოდო დეტალური ინფორმაცია, ვინ დააფინანსა, როგორ დააფინანსა და ეს არის წარმოიდგინე ყველა Facebook-ის გვერდებიდან ამოკრეფილი რაღაცა, რომ წავიდეს ვიღაცა და სიტყვაზე თელავში და ჩეკინდეს და დადოსო თელავში ვარო, მოდის წერილი რომ რა საიდან არის ეს თელავში, ვინ გადაუხადა ამას თელავში, რა ვიცი, ვინ გადაუხადა სიტყვაზე ვიძახ. ეგ არის მაგის საქმე, ანუ ორი ის აქვს რა, ერთი ეს რუსული კანონი, რომელთაც სამოქალაქო სექტორს და კრიტიკულ მედიას ავიწროებენ და მეორე ეს ანტიკორუფციული, რომელიც კონკრეტულად ოპოზიციისთვის გამოყვეს და ოპოზიციური პარტიების ფინანსებს დაძდევენ, თითქოს აქ იყოს რა პრობლემა და იქით ყველაფერი კარგად იყოს. ანუ მე ვიძახი მაგას სალამი ტაქტიკს რა, ნელ-ნელა პატარ-პატარა იმებს აჭრიან და საბოლოო ჯამში რუსეთშიც ეგრე მოხდა 2012-დან დაიწყეს თუ სწორად მახსოვს და ნუ აი რა რელევანტს მივიდნენ, ისა აქვს ამათაც გეზათ აღებული. მეტიც გონია რომ აქაც იგივე რუსები აკეთებენ მაგას სიმართლე გითხრა. და იმ საპროტესტო პროცესის დროს ძალიან ბევრი დეპუტატი დაზარალდა ფიზიკურად, ხო? ძალიან ბევრი ადამიანი დაზარავდა, ზოგიერთი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სავალალო მდგომარეობაში იყო და თან სიცოცხლის საფრთხით შეუქმნეს ზოგიერთს. აი როგორი იყო სასამართლოს მოქმედება და საგამოძიებო მოქმედებების მოქმედება, იმიტომ რომ შენ კონკრეტულად იყავი დაზარალებული, მათ შორის რაღაცა თავდასხმის ფაქტებიც კი იყო. როგორი იყო საერთოდ რეაგირება პოლიციის ამ საკითხებზე, ვინმე გამოკითხა რამე? არა თუ ანუ სასამართლო მუშაობს ესე რომ ამოიდგინე გაგიტაცებენ აქციიდან და ეს ეხება ჩაულებრივ მოქალაქეებს და განსაკუთრებით ხა ბოლო აქციების დროს ახალგაზრდებს, მაგრამ იგივე ხდებოდა გაზაფხულზე, თუმცა გაზაფხულზე უფრო ცნობად სახეებზე ნადირობდნენ და მაშინ სიტყვაზე პოლიტიკოსები და ცნობად სახეები როგორც მაგალითად ათო კაცარავა იყო, რომელზეც ეს თრიანთარი გადაღებული როგორ გაიტაცეს და როგორ მოკლეს ცემით, მაშინ უფრო სამიზნედ ისინი ყავდათ ამოღებული ცნობადი სახეები, ხა ნაკლებად, ხა უკვე
ქალი კაცი ბავშვი მოხუც მნიშვნელობა არ ქონდა რა ყველას ერთნაირად იმაშებოდნენ უფრო სხვა ტიპის ტერორის ატმოსფეროს დანერგვას აი ვინ აკეთებს რაიმე რა დანაყოფია შენ გააკრები წარმოიდგენა არ ვიცი და ჩვენ რაც ვიცით გვაქვს ხოლმე ინფორმაცია რომელი დანაყოფები ყავთ ხოლმე გამოყვანილი რაღაც ვიცოდით ხა წერდნენ რომ გამოყვანილი იყო ეგეთ წოდებული GDD განსაკუთრებული დავალდებათა დეპარტამენტი ეს ხარება რო არის თუმცა ასევე გეუბნებოდა რომ თუ კი რამე სპეცრაზმები არსებობს მათ შორის ფინანსური პოლიციის სპეცრაზმი სუსის სპეცრაზმი პენიტენციური სამსახურის სპეცრაზმი ყველანია ქავანდარი არ მაგრამ კონკრეტულად იქ ვინ არიან ხოლმე ვერ იგებ რა ანუ ამ GDD-ს ხალხს კიდე მეტნაკლებად ცნობთ ხოლმე თუ რაღაცა ისეთი ნავარჯიშები ტიპები არიან და რაღაც უშავებში არიან ხოლმე რაღაც მაგრამ ეხლა ის ახალგაზრდები ეძახდნენ რანერებს ზურგჩანთებიანი ჯგუფები იყვნენ 6 კაციანი რომლებიც აი შუაში როიდნენ ხოლმე რობოკოპები კიდეებზე იდგნენ ესენი და კიდეებიდან გამოიქცეოდნენ შეითრევდნენ მე უკან ცემდნენ და უკან გადააწვდნენ მე იქით ისინი ცემდნენ აი ესენი ვინ იყვნენ არ ვიცით არანაირი ამოსაცნობი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი მათ არ აქვთ არიან შავებში ჩაცმულები ესენი გვერდებზე ვინც იყვნენ აშკარად ფიზიკურად მომზადებულები იყვნენ ოღონდ არ იყვნენ არ იყვნენ აი ხო ჯიმში რო დადის და ძალიან დაბერილი კუნთები ესენი იყვნენ უფრო ფიზიკურად მომზადებული აი სირბილი შეელოთ რა უცებ გამოიქცეოდა 6 კაცი არ არის მარტივი ამბავი ესე იბინო წინ და უკან აი ეგეთი ხალხი იყვნენ არის ეჭირო რაღაც სპორტსმენები იყვნენ თვითონ ეს ხარებას დეპარტამენტიდან წამოსული ეს სიმღერის ინტერვიუ იყო შაიშმელაშვილის ის კიძახის რომ ის არის დაგეგმის უფროსი ვინც იყო ის კიძახის რომ აზე არა ვართო ვინ არიანო არ ვიცი ჩვენი მის არც ერთი პოლიციის დანაყოფის ნაწილი ეგენი არ არიანო ანუ რა ხალხი არიანო არ ვიცითო როგორ მუშაობს სისტემა ანუ ესენი ამათი მიზანი არის ის რომ საჯაროდ უნდა გცემონ და ფიზიკურად გაგისწურდნენ ეს უნდა ჩანდეს მთელი შინაარსი ეგ არის ის კი არა ჩუმად და რაღაც არა უნდა ყველამ უნდა გაიგოს რომ ფიზიკურად კლავენ ცემით რომ ხვალ ვიღაცას აღარ მოუნდეს გამოსვლა და გაპროტესტება ამიტომ არ მალავენ მაგას ანუ საჯაროდ თუ სწორდებოდნენ ფიზიკურად პლუს გავხართ და ეს მე ხარ ამდენჯერმე გავლი რობოკოპების იმას გაგატარებენ უკან და მე გადაგცემენ უკან ნაწილს და მე იქ ვიღაცები ასევე ნიღბიანები გირტყავენ რაღაცა პერიოდი მე წელს ვერ მოხდი მაგაში თუმცა შარშან მაქვს იგივე გავლილი ამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში მე და ნიკა მოსიაშვილი სადაც არ ვიცი ალბათ ერთი 20 სპეცრაზმელი კაი 1-2 წუთით ძირდაგდებულებს გვიტყავდნენ. მე მოდის როგორც წესი ან კრიმინალური პოლიცია ან საპატრულო, მაგრამ ჩემ შემთხვევაში კრიმინალური პოლიცია იყო, რომელიც სამერ მანქანაში და მიყავთ განყოფილებაში და ისინი იქცევიან უწესიერესად. ანუ არ არსებობს რომ ამაზე მეტი გითხან მანქანაშიც რაღაცა მე რამდენჯერაც გავლილი მათ შორის ეგ ამბავი ყოველჯერ ნახე მათ შორის რაღაც ნახულობ მე რაღაც ახლა დრიმისის რომ ეტყობოდა თავს რაღაცები პირიქით არის შეწუხდნენ და რაღაც ესენი არიან ვინც მე გაფორმებენ უბრალოდ გაფორმება ქვია მაგას ადმინისტრაციული სამართალდაღობის ოფისს ადგენენ ანუ ის კი არა შენ გაგისწორდნენ ფიზიკურად შენ გადანაშაულებენ იმაში და აღარ როგორც წესი არის 176 და 173 მუხლები ერთი არის ხულიგნობა თუ რაღაცა მეორე არის დაუმორჩილებულობა და როგორც წესი მაგორი მუხლი დაკავებენ ეხა წელს დაემატა გზის გადაკეტვის მუხლი 174 პრიმას მეოთხე ნაწილი აძითად არის 176 173 იქ ოქში წერენ რომ რაღაცას ხულიგნობდი როგორც წესი იწერება რაღაცა იგინებოდი ამ პოლიციის მისამართით ანუ მისამართო საზოგადო წესის არღვევდი და მე პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილე და ამიტომ დაუმორჩილებასაც გიფორმებენ. შეიძლება არის ხოლმე შემთხვევები მე 176-ს გიხსნიან. ანუ სასამართლო იმდენად აშკარაა ხოლმე რომ არაფერი არ ხდება და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს საერთოდ რამე დააშავე რომ მოსამართლე გიხსნის 176-ს რომ რაღაცას არშავებდი. ნუ არა 173-ს გიტოვებს რაც ცოტა უცნაური ამბავი თუ არაფერი დამიშავებია რაზე უნდა დაუმორჩილებოდი პოლიციას ანუ რაზე მაჩერებდა მაშინ საერთოდ რატომ უნდა დაუმორჩილებოდი ხო მაგრამ ეგეთ შემთხვევები არის ძალიან ბევრი რომ პირველი 176-ს მოუხსნეს 173-ს დაუტოვეს მე ან ხელწერილით გიშვებენ რაც ყველაზე მარტივი ვერსია არის ეგეთებიც მქონია მე და მინახია და ეხა ბოლოს რო დააკავეს გუშინ ისინი ხელწერილით გაუშვეს ან გადაღავთ კაპეზზე წოდებული წინასწარი დაკავების იმაში სადაც მაქსიმუმ გაგაჩერონ 48 საათი ხშირად არის ხოლმე შემთხვევები განსაკუთრებით ეხა ამ აქციებზე იყო რომ უბრალოდ გადავსებული იყო იმდენად წინასწარი დაკავების საქმე რომ ფიზიკურად ვეღარ იმარშებოდნენ და 48 საათი რო გადიოდა სასამართლოს გადაყვანას ვეღარ ასწრებდნენ უბრალოდ უშვებდნენ სასამართლოობა გიფორმდება აქ ამ შემთხვევაში. არა, ადმინისტრაციულზე არ გიფორმდება. ადმინისტრაციულ შემთხვევაში სასამართლოობა არ გეწერება და ამიტომ რა ბევრჯერ შეიძლება გაიარო მე მაგ გავლილი არ ვიცი რამდენჯერ უკვე. მაგის მერე სასამართლოზე გადაიყვანეს, სასამართლოზეც არის ერთი და იგივე, რაც ჩემთან მიმართებაში ბევრჯერ მაგ ნანახი და სხვებთან მიმართებაში ცოტა ბევრი სასამართლოს ვესწრები ხოლმე, ანუ მოდიან იქიდან მოდიან პოლიციელები, რომლებიც ერთი რომ აბსოლუტურ უმრავლესობა შემთხვევებში ის პოლიციელები არ არიან ვის დაგაკავეს, იმიტომ რომ
ეგეთ დროს აი გაკავებენ ის ვიღაც მორბენლები, რომლებიც გირტყავენ და გიჭერენ. ხო, იქიდან არავინ არ მოდის. მოდის კრიმპოლის თანამშრომლები, რომლებსაც შენ ნახულობ მერე ან მანქანაში როცა ჩაქვსავენ, ან განყოფილებაში როცა მოგიყვანა, შეიძლება იქ ნახო საერთოდ და ისინი ყვებიან როგორ დაგაკავეს. არც ერთი ადგილზე სინამდვილეში არ იყო. ანუ ერთი არის ეგ რომ საერთოდ სხვები მოდიან და ის. მეორე არის ყვებიან ზღაპრებს და როგორც ეს ზღაპრები არის ერთი და იგივე რომ დაგინახეს როგორ იგინებოდიან რაღაცას ილანძღებოდიან რაღაცა მოგიწოდეს რომ გაჩერებულიყავი შენ არ გაჩერდი და ამის მერე დაგაკავეს. ერთი და იგივე არის ყველასთან მიმართებაში. თითქმის ყველასთან მიმართებაში. აქედან მხრიდან ბევრი შემთხვევა მინახავს, როცა კონკრეტული მტკიცებულები განსაკუთრებით როცა ცნობად სახეზე არის, მაგათ ჩემ შემთხვევაში ხო, არაერთ შემთხვევა მქონდა რომ მტკიცებულები მიმიტანია, უწყვეტი ვიდეოები მიმიტანია, სხვადასხვა რაკურსით გადაღებული, ტელეფონებიდან გადაღებული, მედიის მიერ გადაღებული, და ცნობადი სახეს როცა იჭერენ, მაინც ყველა იმაშება, ან ქუჩის კამერებიდან ამოღებული ისინი ჩანაწერები და რაღაცები, სადაც ძალიან ჩანს, რომ არც იგინები, არც არაფერს არავინ ადამიანი არაფერს არ აშავებს საერთოდ შეიძლება. შეიძლება დააკავეს ერთხელ ტროტუარზე იდგა, იმაზე ვაჟებშავლაზე ტროტუარიდან მოხსნეს და მე იქ უმტკიცებდნენ რომ პოლიციელებს აგინებდა და ვიდეო ყველაფერი არსებობდა. არა აზრი არ აქვს, მოსამართლე იძახის რომ უცნაურ ფრაზას წერენ ხოლმე რომ პოლიციელი არის ადამიანი რომლის პროფესიაც არის რომ შენიშნოს და აღმოაჩინოს დანაშაული თუ რაღაცა და ამიტომ მის ნათქვამ სიტყვას უფრო დაეჯერება ვიდრე ნებისმიერ ვიდეოს ან ნებისმიერ რაღაცას რაც უნდა მიუტანო. ეს პოტენციური დანაშაულის ჩადენაც რაღაცებს ეს ახლა დაამატეს კიდე რომ შეუძლიათ წინასწარ დაგაკავონ რომ თუ ჩათვალო შეიძლება რამე დააშავო შეუძლიათ ის რომ minority report რო არის ტომ კრუზი თამაშობს მაგ რეალობაში აღმოჩნდა ეხლა რა. ეგეთი ისინი სკოლს. კი. ეს მოსამართლეობასაც ზინავს ის სამი წინასწარ მეტყველი რო არის და რაღაც არ გამიკვირდება. ხო, რაღაცა deep state. კი. და ნუ მოსამართლეები არიან არაფერი უოლთ რა ყველა წინასწარ იცი რომ რაც არ უნდა ილაპარაკო რაც უნდა გააკეთო, მოსამართლე მაინც იგი განაჩენს გამოვიტანს რა. არ არსებობს რომ არ არსებობს სინამდვილეში პოლიციელი გაამტყუნოს ცრუ ჩვენებისთვის. მე მქონია შემთხვევა, როცა ჯერ კიდევ 2018 იყო მე მგონი თუ გახსოვს ბასიანის ამბები რო იყო გახსოვს მაშინ იყო მე დამაკავეს პირველი ღამეს დამაკავეს და მე გამომიშვეს და მე მეორე ღამეს კიდე აქცია იყო და მეორე ღამეს უკვე იმ აქციაზე მივედი და თუ გახსოვს მე ამათ მაგ ალტინფოს ხალხი და ისინი გამოიყვანა სუსმა და რაღაცა იქითაც აქცია იყო აქეთაც აქცია იყო შუაში კორდონი იდგა და მეორე დღეს კიდე სხვანაირად განვითარდა იქ მოვლენები და ამ დროს მე პირველ ღამეს დამაკავეს როცა არც კონტრაქცია არსებობდა და არაფერი და ისე მოხდა რომ ჩანიშნეს ეს სასამართლო კაი ხანი რა რაღაც ერთი თვე გავიდა თუ რაღაც და ერთის მერე ჩანიშნეს და მოიყვანეს ისე პოლიციელები რომლებსაც რაღაც ტყუილებს და ზღაპრებნა მოეყოლათ და პოლიციას აერია ეს ორი ღამე და რო ეკითხებოდა მოსამართლე რა ხდებოდა მოყვა მეორე ღამის ამბავი და უნდა ვაცალე რა მეორე ღამის ამბავი მოყვა აქეთაც აქცია იყო იქითაც აქცია იყო შუაში ჩვენ კორდონი გავაკეთეთ და ვითომ მაგდროს დამაკავა მე რომ პოლიციელს ვაგინებდი ვითომ მაგდროს რა და ამდროს მაგდროს აქციაზე ვარ და სიტყვით გამოვედი შენ მიტინგზე რა ხო და ბოლოს ვაცალე რომ მოეყოლა ბოლომდე და ბოლოს მოსამართლეს უთხარი რომ ანუ ეს კაცი რასაც ყველა მეთქი ხა მეთქი ეს არის მეორე ღამის ამბავია მეთქი რა როცა აგერ განახეთ მეთქი რომ სიტყვით გამოვდივარ მეთქი და გარეთა ვარ მეთქი და არა ვარ მეთქი დაკავებული თქო როცა მაგათთან დამაკავეს მეთქი ეს არ იყო სხვა იყო მეთქი წინა ღამე იყო მეთქი რა და იმდენად აშკარა იყო რომ ტყუილს ყვებოდა და არაფერ შუაში არ ვიყავი საერთოდ რომ მოერიდა მოსამართლეს და რაღაც ერთადერთი შემთხვევა იყო როცა შენიშვნა მომცა. მაინც დამსაჯა, მაინც მე დამსაჯა და არა პოლიციელი ტყუილის თქმის, მაგრამ ნუ გადაწყვიტა რომ ჯარიმა ნამდვილად იქნებოდა და შენიშვნა მომცა მე მაინც. მოიცა აბშუში არ ვიყავ. ხო და ეგ არის ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკა არის. ეხლა მით უმეტეს ეხლა მოსამართლეები ამ აქციებზე დაკავებულ ადამიანებს და ნაცემ ადამიანებს დასამართლებენ არის ერთი რაღაცა ჯგუფი არის რომელიც ბალტიისპირელებმა დაასანქცირეს 5 თუ 6 მოსამართლე არის და ყველა საქმე ხდება მაგათთან ანუ ცეკვავა, ცაგარეიშვილი ისინი და გვარებიც ვიცით რომ ყველა საქმე მაგათთან გადის და აზრი არ აქვს ანუ რომ მიდიხარ იცი რომ ციგში მონაწილეობ ანუ შენც იცი, პოლიციელმაც იცის, შსს-მაც იცის, მანდატური იმანაც იცის რომ ეს ყველაფერი სპექტაკლია და უბრალოდ ამ სპექტაკლში იღებ მონაწილეობას თუ გინდა მიხვალ და უყურებ კიდე ერთხელ ნერვებს მოიშლი თუ გინდა არ მიხვალ საერთოდ და მაინც გამოგიტანენ განაჩენს და ის როგორი არის აი ეკრანების მიღმა თუ არსებობს რაიმე კომუნიკაცია დაუშვათ აი ხაბეიშვილი რა დღეშიც ჩაახდეს ხო ადამიანს საფრთხეები დაუმსხვრიეს ანუ სერიოზული დაზიანება მიიღო და მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო იქ იმ მომენტში და მე მახსოვს ან კონკრეტულად რომ ლევან ხაბეიშვილი მიბრძანდა ძლივს იკავებდა თავს რომ არ წაქცეულიყო აი თქვენ შორის პოზიციას ეგრეთ წოდებული და ოპოზიცია
რაიმე კომუნიკაცია არსებობს, ანუ იქ რაღაცას ეს ადამიანები გრძნობენ, ან რაღაცა ემპათია არსებობს საერთოდ თუ როგორი დამოკიდებულება. ხა ეს გასაგებია რომ ეკრანის წინ უნდა აჩვენონ რაღაცა კონკრეტული რაღაცა ცივი თითქოს დამოკიდებულება რომ იქ ესეთი პოზიცია გდანახავს, მაგრამ მათ საერთოდ რაიმე თანაგანცდა აქვთ იმ ჯგუფში. ნუ მე მაგ გატარებული ღამეები პოლიციელებთან საუბარში. ჩვეულებრივი ადამიანები არიან ესე როცა ზიხარდა ელაპარაკები. მართლა ღამეები მაგ გატარებული ხანრაძე დამაკავეს, ხარაზე დამაკავეს და ღამეს გამატარებდნენ, თელეგრამი გამოფრებში მე ვქო დილით მიშობდნენ ან რაღაცა და ბევრი მაგ ნალაპარაკები. ესე როცა ელაპარაკები ჩვეულებრივი ადამიანები არიან. რავი რა თემაზე ბევრი სხვადასხვა თემაზე. პარლამენტის წევრები? პარლამენტის წევრებთან არ მქონია ოცნების იმ კონტინგენტთან რომელიც ეხლა თავის თავს პარლამენტის წევრებს ეძახის და მათ შორის წინა იმაზე მე კომუნიკაცია არ მქონია. ანუ გამარჯვებასაც არ ვეუბნები რაღაცა პრინციპულად და ამიტომ არანაირი კომუნიკაცია. ანუ ადამიანი რო ხედავს რომ იმას რომ ადამიანი ფეხზე ძლივს დგას. არ ვიცი. აი რას საჯაროდ ასაც ლაპარაკობენ, მგონია რომ ეგ არის მაგათი გამოხატული. პოლიციელებთან მიმართებაში მაინც სხვა ამბავია. ანუ ამათ პოლიციელებს აქვთ რას რა ფრაზას გადაუწყდო მივარცი ბევრჯერ რომ შენ საქმეს აკეთებ, ჩვენ საქმეს ვაკეთებ. ანუ ის რასაც საკეთებენ, ეს არის ეგრე უყურებენ რომ ეს არის მათი საქმე და ის რასაც თქვა მე ვაკეთებ ესეც ამას უყურებენ რომ ეს რაღაცა როლი არის რა, რომ რაღაცა როლს ვასრულებ როგორც პოლიტიკოსი, იმიტომ რომ ეგ არის ჩემი საქმე რა. თორე ხა ის ამ როლს მე თუ მოვიშორებ და თავის როლს ის თუ მოიშორებს, რა ხა ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და რა ურთიერთობა შეგვიძლია ლაპარაკი შეგვიძლია. ვერ ვიტყვი რომ რაღაცები ვერ გაუგიათ. ბევრი მილაპარაკია მართლა, ბევრ თემაზე მილაპარაკია თან. არის ხომ რომ მართლა გუწევრად აინტერესებთ ხოლმე რაღაცები რაც მე მიკეთებია რატომ მიკეთები ან მაგალითად ნარკოპოლიტიკაზე ძალიან ბევრი მაქვს ნალაპარაკები, იარაღის ტარების უფლებაზე ძალიან ბევრი მაქვს ნალაპარაკები, საავადმყოფო სამხედრო სამსახურს რატო ვარ წინააღმდეგი მაგაზე ვარ და რა თელი გამოფილება მჭდარა ჩემ წინ და ამიხსნიან და გაუგიათ და რაღაცაზე არ დავთანხმდებოდი რაღაც კონკრეტულ რაღაცაზე, აი სიტყვაზე ნარკოპოლიტიკაზე რომ არა ბარიგა მაინც დასაჭერია რაღაცა აი მაგამდე, მაგრამ დანარჩენ რაღაცებზე ჩვეულებრივ როგორც აი ჩვეულებრივ სხვა ადამიანებს ამიხსნია, ესე ამიხსნია და გაუგიათ, მაგრამ მე რასაც უყურებ არის ის რომ საბოლოო ჯამში ეს არის გასამხედროებული სტრუქტურა არის და ბრძანებას რო იღებენ, იქ თავდება ყველაფერი. ანუ ბრძანება რო უთხრა რომ აი ეს მოკალი ეს ცემით მოკლავენ ცემით. ბრძანებას ასრულებენ რა და მაგას ეძახიან რომ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. მაგის იქით რავი ხმე მათ შორის ევროკავშირზე და ამ ქვეყნის იმაზეც თვითონ დაუწყიათ ლაპარაკი რა. რავი ის რომ რუსეთი არ ბევრი მათ შორის ნაუმარია რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთი არ უნდათ და ევროკავშირი უნდათ და ასე შემდეგ და შვილები ყავთ და ოჯახები ყავთ ჩვეულებრივად და ანუ შვილად რაღაც იქ რო ხარ ხა ანუ თელეგრამე რო ხარ ხო იცი აი თელეგრამე რო ხარ რაღაცა იწებ რაღაცა იმითი ზოგადი რაღაცების საუბრით მაგრამ მე დადიხარ რაღაცა ყოფით რაღაცებზე ლაპარაკობ რამდენი შვილი ყავს რამდენი საწავლობს შენი შვილი რაღაცა როგორც აი ჩვეულებრივად რომ სკოლაში იჯობე ყოფით რაღაცების ლაპარაკ ჩვეულებრივი ადამიანები არიან უბრალოდ ერთ-ერთი რაც არის ის არის რომ აი ბრძანებას ასრულებენ ნებისმიერს და ამ ბრძანებაზე კითხვის ნიშნის დასმა რამდენად სწორია ამ ბრძანება რამდენად სამართლიანია რამდენად კანონიერია ეგ აქვთ მანდ არის აი ლიბრი აქვთ გადაკრული და მანდ აზრი არ აქვთ ისე და პოლიტიკოსების შემთხვევაშიც ესეა ხო არავითარი კომუნიკაცია სავარაუდოდ ხო მე ხა ლაპარაკობ ოღონდ აი საპატრულოზე და კრიმინალურ პოლიციაზე მე რაც ვნახე მათ შორის აი GDD-ს ხალხი და როგორ ერთი რაც შემიძლია გითხრა არის ის რომ მათი განწყობი და დამოკიდებულება ეხლა როგორიც არის ეგეთი არ იყო რამდენიმე წლის წინ ეხლა ჩვენ რამდენიმე წლის წინაც სიტყვაზე დაურბევი ვართ დაუკავები ვართ რაღაცა ეხლა როგორც იქცევიან ეს ხალხი პრინციპულად შეცვლილი არის ანუ თვალებში უყურებ ახლოსოდ გახარ თვალებში უყურებ ხვდები რომ გამოსული არის შენ მოსაკლავად ფრონტზე არის ფრონტის ხაზზე არის გამოსული და შენ ხარ მისი მტერი ეგრე გიყურებს და საერთოდ სხვა ამბავია ანუ ეგ ხალხი ვინ არიან სად გამოზარდეს როგორ გამოზარდეს მაგათთან ესეთი ურთიერთობა და კომუნიკაცია არ მქონია მაგათთან ერთად შეხება მქონდა შარშან აი მე და მოსიაშვილი გაგვიტაცეს და რო გვირტყეს და მაშინაც თუ გვირტყეს რო ავდექი და ლაპარაკი დავიწყეს ერთ-ერთ სხვათა შორის დასანქცირებულია ვინც მაგათ ხელმძღვანელობდა
ის მოვიდა და მითხრა რომ თუ არ გაჩვენდებიო რაც გულისხმობ გარეთაც ლაპარაკობდი არაფერი არ იყო ერთადერთ ლაპარაკობდი და იქ მე სადაც ხარება მოვიდა თუ რაღაცა და ვიღაცებს უყურებდნენ რომ რაღაცა გაჩერდით და მივიდა რატომ გაჩერდეს მეთქი ლაპარაკებო თქვა რა ვინ არის არ ეშავეთ მაგის გამო გაგვიგდეს და შეგვათრიეს გვიტყავდნენ და შიგნით რო ავდექით უბრალოდ კაი ხნის ტყმის მერე ყველა სავსე იყო პოლიციით რა სალკე საპატრულო სალკე ყველა იქ იყო ჯარი იდგა და გარეთაც ლაპარაკობდი ჩავთავდა მეთქი ხა ამის შანსი კიდე როდის მომეცემამდე ხალხ შემიძლია ერთად ვლაპარაკოთ ხო და დავიწყო ლაპარაკი ეგრევე ისე გვცემეს რა და მე ერთ-ერთი მოვიდა გითხრა რომ თუ არ გაჩვენდებიო არ ჩვენ არ გავჩერდებითო და მაგის მერე გავჩერდი მაგრამ ეგ არის მაინც სხვა ხალხი არიან და მაგათთან ესე ურთიერთობა და კომუნიკაცია არ მქონია საპატრულო და კრიმპოლთანაც მქონია ურთიერთობა აი რაც მივიღები მეტწილად ეგ არის ნო ჩვეულებრივი ადამიანები რომ ბრძანებას რომ მიიღებენ რობოტები არიან მე აზრს არ ატანენ ოპოზიციაზე რო ვისაუბროთ აი არჩევნების წინ იყო თითქოს ესეთი მოლოდინი რომ შედგებოდა რაღაცა კოალიცია ანუ უფრო დიდი ფართო გაერთიანება საბოლოოდ მივიღეთ ის ფორმირება რაც მივიღეთ და იქაც კიდევ იყო რამოდენიმე უფრო მსხვილი კოალიციების შექმნის შესაძლებლობა მაგრამ ისინიც არ შედგა აი კერძოდ რა იყო ესეთი უთანხმოების მიზეზები რის გამოც დაუშვათ უფრო მსხვილი პოლიტიკური არჩევანი არ შედგა არჩევნების დროს. ნუ ჩემი აზრით ერთი მთავარი პრობლემა არის დობის პრობლემა არის. იქ არის ცხადია პირადი ამბების პირადი წყენები, წარსული, ნაბიჯები და ასე შემდეგ, მათ შორის არის განსხვავებები, მაშინაც იყო განსხვავებები ხედვასთან მიმართებაში ვის როგორ წარმოედგინა გამარჯვების ფორმულა, როგორ იქნებოდა სწორი და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში მთავარი პრობლემა რომელიც თუ გადაიჭრა ბევრ სხვა პრობლემას მოგვარებს არის დობის პრობლემა. ერთმანეთსადმი დობა არ არსებობს. ბევრი სხვა მიზეზების გამო, მათ შორის წარსული გამოცდილებების გამოც, მაგრამ დობის პრობლემა არ არსებობს. ძალიან ბევრი ეჭვები არსებობს ერთმანეთთან მიმართებაში. აი რა უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ. რატომ ვერ შეთანხმდათ? დავუშვათ მე უფრო გასაგებად მივიშნევ ამ შეუთანხმებლობას კახარიასა და დანარჩენ ოპოზიციას შორის. მაგრამ აი ეს განსხვავებული აზრები მაგათად ლელოსთან აი იქ რა იყო დაპირისპირების მიზეზი კონკრეტულად რა ისეთი ხედვა უნდა ყოფილიყო თუნდაც პოლიტიკასთან ან პოლიტიკურ მოწყობასთან ან სამომავლო პერსპექტივასთან რომ აი წმინდა იდეოლოგიური ან ხედვითი ან პროგრამული ყოფილიყო არა იდეოლოგიური და პროგრამულზე მაშინ არც იყო საუბარი იყო იმაზე რომ რაღაც რა ტიპის კონფიგურაცია უნდა შედგეს რომელიც იქნება გამარჯვების მომტანი. მან იყო განსხვავება იმ კონფიგურაციაზე. დეტალებს ვერ მოყვებით, დახურული მოლაპარაკებები იყო, ლელოსთან რაც იყო, მაგრამ პრინციპული განსხვავება იყო მაგაზე, რომ ლელოს წარმოედგინა რომ ეს კონფიგურაცია რაღაცა ფორმის უნდა ყოფილიყო და მხოლოდ ესე შეიძლება გასულიყავით გამარჯვებაზე და სხვებს წარმოედგინა თავად სხვა ფორმით, რომ აი ესეთი თუ იქნებოდა, მაშინ ეს იქნებოდა გამარჯვების ფორმულა და საბოლოო ჯამში მან ვერ მოხდა რაღაცა შეთანხმება, მაგრამ კიდე რომ გავიმეორო ჩემი აზრით ყველა პრობლემა დაძლევადი არის თუ ნდობა გაჩნდება და პრობლემა არის ის რომ რაღაცა მანკიერი წრე არის იმიტომ რომ იმისათვის რომ ნდობა გაჩნდეს რაღაცა ურთიერთობები უნდა აღდგეს და ამ ურთიერთობებმა რაღაცა დროში გამოცდას უნდა გაუძლოს და მხოლოდ ესე შეიძლება ნდობა აღდგეს მაგრამ იმის გამო რომ ნდობა არ არსებობს ამ ურთიერთობების აღდგენა ვერ ხდება და ნუ გვაქვს ხა ის კი არ არის რაღაცა ურთიერთობა არა გვაქვს კომუნიკაციაც გვაქვს საერთო ჩატებიც გვაქვს სადაც რაღაც საკითხებს განვიხილავთ საერთო შეხვედრებიც გვაქვს ცალკე პარტიულ ფორმატში ცალკე პარტიები და სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციები ცალკე პარტიები და პრეზიდენტი და ასე შემდეგ ამ რაღაცა ბევრად უკეთესი ურთიერთობა და კომუნიკაცია არის ეხლა ვიდრე აქამდე ოდესმე ყოფილა ამ ოთხ პოლიტიკურ ჯგუფს შორის მაგრამ ჯამში ის არ არის რაც უნდა იყოს ჩემი აზრით რა სადაც კარგად ავაწყეთ ეხლა არის საგარეო კომუნიკაცია იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი ხა ეგ არის რომ გარეთ ეს არაღიარების ამბავი და საქციების ამბავი ამაზე ერთნაირი მესიჯები ქონდეს და ერთნაირად ლაპარაკობდეთ და მათ შორის იმათმაც იცოდნენ ვის დაელაპარაკონ და როგორ დაელაპარაკონ აქედან ეგ გადავაწყეთ სადაც ჩემი აზრით რაღაცა გვაკლია ჯერ კიდე კოორდინაცია არის შიდა კომუნიკაციაში ცალ-ცალკე ვართ. მაინც ჯერ კიდე რაღაცებს ვაკეთებთ ერთად, მაგრამ მეტწილად მაინც ისევ ცალ-ცალკე ვართ და მე მგონია რომ მაინც პრობლემა არის, იმიტომ რომ
ეგ მათ შორის არის იმის გამოძახილიც, რომ რაღაცნაირად ეს პოლიტიკური ჯგუფები ცოტა ჩარჩენილიან წინასაარჩევნო რეჟიმში, მოდი ესე ვთქვათ რა. რაც გულისხმობს იმას, რომ კონკურენციაში არიან ერთმანეთთან და ეს კონკურენციაში ყოფნა მათ შორის მე ხშირად გამოიხატება იმაში, რომ რაღაცა გინდა საკუთარი თავი უფრო მეტად წარმოაჩინო და ასე შემდეგ და შემდეგ აღარ მინდა რაღაც იმებში შევიდე დეტალებში, მაგრამ მაგით ხას უსვამ რაღაცა იმას არ ვიცი განსაკუთრებულებას ამას და ეს ყველაფერი მე რაღაცა ურთიერთობაში აჩენს ხოლმე მე ხშირად პრობლემებს და მე მგონია, რომ ეხლა რაღაცა ერთიანი ფრონტის ხაზი არის მე მგონია რა ხო მე მგონია რომ მე მჯერა რომ თუ და ყველა მაგას ვეუბნებით ადამიანებს იმიტომ რომ მართლა უჯერა მაგის რომ იკითხარ ეს არის რუსეთი იკითხარ ეს არის რუსეთი და რუსეთს ვებძვით და თუ რუსეთს ვებძვით მაშინ რა ვიცი ყველა ვზივართ ერთ სანგარში ყველა შემთხვევაში ანუ მე ვერ დავაჯერებ ვერავის რომ რუსეთს თან ვეუბნები რუსეთს ვებძვით და თან ვეუბნები რომ იცი რა მე ხარ ჩემთვის აქ სანგარში ჩავждები და ახან იქით გავისვრი ხან აქეთ გავისვრი ani ქატყუებ და იქ არ ხარ გუწფე როცეონები რუსეთი, იმიტომ არავინ არ დაგიჯერებს რომ მარტო მოუგებ რუსეთს, ხო? ან აქ ატყუებ რა, ახარ გუწფელი. ხო და მაგას ჯერ კიდე სამუშაო არის, მაგრამ ნუ აი თავარი პრობლემა რაც არის დასაძლევი არის ეს ნდობის პრობლემა რა, რომ ერთმანეთთან მიმართებაში არ არსებობს სათიდონ კოალიციების შიგნით რაღაცნაირად ეგ პრობლემები გადალახული არის, იმიტომ რომ რაღაცნაირად შევთამაშდით, ხო ხან კოალიციაშიც სამი პარტიული ჯგუფია, 4 რაღაცა ისეთი ლიდერია, შეთამაშებულები ვართ და რაღაცა ერთმანეთთან მიმართებაში არის, მაგრამ აი სხვებთან მიმართებაში მაინც ის არის რა, ხო და რა ეგ დასაძლევი არის, მოგვიწევს მაგის დაძლევა. ის თუ არა ამ დისონანსურ მომენტს გახარია სკუნდი ოპოზიციაში. ნუ გარკვეულწილად ისიც მეორე მხარე იყო რაღაცა პერიოდის წინ და რაღაცა ამაზე მნიშვნელოვანი კი არა ამის მაგვარი ერთგვარი პროტესტი იქ როგორ იყო ასე თქვა წარმოდგენილი არგუმენტები თუ რატომ შეიძლება დაერბია ხო რაღაც ამ თავარი არგუმენტებს გვთავაზ. ეხლა აი ეს მომენტი ეხლა კი რა თქმა უნდა. აი ყველაზე როცა ნდობაზე ლაპარაკობ ამ დანარჩენ პოლიტიკურ ჯგუფებს ყველაზე ნდობის პრობლემა ყველაზე მეტად ცხადია გახარიას გუნდთან აქვს. თუმცა ბოლო ალბათ რა ვიცი ერთი თვეა ამ საგარეო ფრონტზე კარგი კოორდინაციაში ვართ ძალიან მათ შორის გახარიას ხალხის ჩართული არიან და შეთანხმებული ვართ რა მოთხოვნები გვაქვს, რა მესიჯები გვაქვს, რაზე უნდა ველაპარაკოთ და კარგად თანამშრომლობთ ძალიან. შიდა ნაწილში პრობლემა გვაქვს და ნუ ხო პარტიული შეხვედრების როცა არის გახარია პრაქტიკულად არ ესწრება. ძალიან იშვიათად როცა პრეზიდენტის ეგიდით არის ხომ რაღაც შეხვედრა იქ რო დაესწროს და ნუ არის ხომ რაღაცა საკითხებზე როცა არის ხომ დისკუსიები საერთოდ არ იღებენ ხომ მონაწილეობას. თუმცა რაღაცებში მაინც ჩართული არიან რა. ნუ ესეც მგონია რომ რაღაცა ნდობის პრობლემა არის მანდაც რა. იქიდანაც და აქედანაც რა. ხო არის სერიოზული კონკრეტული ისტორიული მომენტები რომელშიც ხო ნუ მეც არ მაქვს ხო მე გვაქვს მინდა რომ რაღაც გადავდო გვერდზე იმიტომ რომ ეხლა რაღაცა სხვა ტიპის ზოლაში ვარ თორე კითხვის ნიშნები არის რომელზეც მე პასუხები რა პასუხების მოსმენელი მაქვს გახარიასგან რა არ მგონია რომ იმესაკმაყოფილებელი ლელოს და გახარიას კოალიციის გაერთიანებაზე იყო საუბარი და ჩვენ გვახსოვს რომ ლელოს პოლიტიკაში ჩართვა იყო დაკავშირებული კონკრეტულად ხარიას რაღაცა კონკრეტულ მოქმედებებთან და თუმცა ამ შემთხვევაში მამუკა ხაზარაძის სასახელოდ უნდა ითქვას რომ გადააბიჯა ისეთ რაღაცებს რასაც ბევრი ვერ გადააბიჯებდა და მეტიც ახლა მე არ მინდა მე მოუყვე საჯაროდ მაგრამ მე მაგის მერეც ისეთი ნაბიჯები განცხადები მინახია შიდა შეხვედრებზე მამუკასგან გახარიასთან მიმართებაში კონკრეტულად რომ ხო რა ვიცი ძალიან ბევრ რაღაცებს გადააბიჯა რეალურად მაგრამ მიუხედავად მაგისა მაინც რაღაცები არ გამოვიდა არჩევნებზე რო ვთქვათ და მოდი უფრო კონკრეტულად ჩვენ უფრო დაწვრილებით ინფორმაცია გაქვს გაყალბების სქემებზე манипуляციებზე მინდა რომ უფრო გასაგებიანით ავუხსნათ საზოგადოებას ყველას კარგად მოგვეხსენება რაც მოხდა დაახლოებით არჩევნებზე მაგრამ რასაც ითხოვს კიდევ დაუშვათ ჩვეულებრივი მოქალაქე მას ჭირდება ძალიან კონკრეტული ფაქტები ის რომ ზოგადი გამოცდილება ყველამ ვიცით
რაც ხდებოდა რაიონებში, ყველა სხვას და ყველა სხვას ნათესავები, ზოგიერთს პირადად მოგვისმენია, ზოგიერთს ყველას გვინახავს და ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ. გაუკვირდება ვიღაცას და ძალიან კარგად წარმოგვიდგენია რა როგორ ხდება. ისიც ძალიან კარგად ვიცით როგორ შეიძლება ეს ისე მოხდეს, რომ აი ესეთი კონკრეტული მტკიცებულება თავად უბანზე არ შედგეს, იმიტომ რომ გაყალბების სქემა ბევრად უფრო ღრმა არის, რაღაცა სოციალური პროცესია და არა რაღაცა ტექნიკური პროცესი, შეიძლება ასე ითქვას. ჩვენ აი არჩევნების შემდეგ კერძოდ უკვე რა ფაქტები მოვაგროვეთ. ხო, არჩევნების გაყალბების ფაქტებსაც შეეხება ერთი რაც მნიშვნელოვანი ყოველას ესმოდეს არის ის, რომ მაგასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აღარ არსებობს არავისთან. ანუ ჯერ კიდე სანამ ეუთო ოდირის დასკვნა დაიდებოდა, ჩვენ გავაკეთეთ ბოლო დასკვნას გულისხმობდა არაშუალებას, რომელიც ახლა რამდენიმე დღის წინ დაიდო, ჩვენ გავაკეთეთ კომპილაცია ყველა მტკიცებულებების, რომელიც შეეკრიბა ადამიანს. აქ შედიოდა საჩივრები, რომელიც დაწერეს ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, უცხოელმა დამკვირვებლებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, აქ შედიოდა ანგარიშები ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციების და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, აქ შედიოდა სტატისტიკური ანალიზები, რომელიც საერთოდ უცხო ადამიანებმა გააკეთეს, მათ შორის უცხოელებმაც, რომლებიც უბრალოდ აიღეს მონაცემები CESCO-s საიტიდან და ამის სტატისტიკური ანალიზი გააკეთეს, შემდეგ დადეს გარკვეული დასკვნები, აქ შედიოდა მათ შორის ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები, რომლებიც უბრალოდ Excel-ში აიტვირთა. ჩვენ გავაკეთეთ, ანუ სხვადასხვა ორგანიზაციები აგროვებდნენ ამაზე, ჩვენ ყველას ერთად კომპილაცია გავაკეთეთ, იმიტომ რომ და მათ შორის პრეზენტაცია მქონდა 3 საათიანი მარიოჩი სპეციალურად გავაკეთეთ, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ პროპაგანდის ერთ-ერთი ხაზი, რომ არანაირი მტკიცებულება გაყალბების არ არსებობს. ეს ხო რუსული ტიპის პროპაგანდის არის დამახასიათებელი, რომ მნიშვნელობა არ აქვს იმამდეში ფაქტები რა არის და რეალობა რა არის, შენ უნდა იმეორო ერთი და იგივე აჭედო. როგორც რუსულ კანონზე აქეთ ამ მხრიდან 10000 არგუმენტი იყო, რატო არის ეს კანონი რუსული, იმათი მთავარი მესეჯ ბოქსი, რასაც დღეში 100 ჯერ იმეორებდა ყველა, იყო ის, რომ ამდენი ხანი გავიდა და ერთი არგუმენტიც კი ვერ მოვისმინეთ, რატო არის ეს კანონი რუსული. დღემდე მაგას იმეორებენ. აქაც ზუსტად იგივე დაიწყეს, რომ აი ამდენი ხანი გავიდა და ერთი მტკიცებულებაც კი არ დაუდიათ. და მე რაც გავაკეთე იყო ის, რომ ამობეჭდე მარტო CESCO-s საიტზე საოლქოში გასაჩივრებული საჩივრები იყო 1500-მდე და ისინი ამობეჭდე და ვანახე ადამიანებს ფიზიკურად რამდენი საჩივარი იყო დაწერილი, რომელიც არავინ არ განიხილა. ანუ სინამდვილეში იყო დაწერილი და უბნის დონეზე იყო 4500 საჩივარი დაწერილი, მე მარტო საოლქოში რაც წავიდა ისინი ამობეჭდნენ, წარმოგიდგენთ რა ხელა მასშტაბი იყო. და მაგის პრობლემა მარტო ის კი არ იყო რაოდენობა, პრობლემა ის იყო, რომ ეს საჩივრები ძალიან სწრაფი ტემპით ჯერ საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთოდ არ განიხილა, ისე გაატარა, არ დაკმაყოფილა, მერე წავიდა ეს ყველაფერი სასამართლო სისტემაში, ჯერ პირველ ინსტანციაში და მერე მეორე ინსტანციაში აპელაციის დონეზე მთავრდება მაგ საჩივრების განხილვა და საერთოდ არ განუხილიათ, ანუ რა თქმა უნდა 99% არ განხილვა, საერთოდ პირდაპირ იძახდნენ რომ არა და ვითომც არაფერი. მაგის გარდა ქონდა ვიდეო და ფოტო მტკიცებულები და მან ძირითადი ამბავი იყო ფარულობის დარღვევა და სინამდვილეში აღმოჩნდა რომ ფარულობის დარღვევა იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი გაყალბების, იმიტომ რომ მაგითი მართავდნენ პროცესს და ხო, ხედავდნენ რეალურად და გაფრთხილებული წყავდათ რომ ნახავთ რომ მარტო ის კი არა რომ რაღაცა გამოჩნდება ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერი, არამედ საარჩევნო ყუთი არ იყო აპარატი დაზეთ იყო ყუთი, იქ იდგა ადამიანი რომელიც ამას უყურებდა და იდგა კამერა რომელიც ამას უყურებდა და აღმოჩნების ნებას აკონტროლებდნენ მასიურად და ყველგან და მაგითი გააკონტროლეს მათ შორის ის რომ ადამიანებს მიეცათ და შემოეხადათ ოცნებისთვის და ეგ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა შემდეგ უკვე უთო ოდირისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც და იყო ეს მეორე ნაწილი იყო ეს პირადობის მოწმობის ჩამორთმევა, მათ შორის პირადობის მოწმობის ჩამორთმევა ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისთვის. წარუდგინეთ იმ სახალხო დამცველს ერთი მაინც მაჩვენეთო როცა ამბობდა ეს. კი, რა. უამრავი ქონდა. რა თქმა სახალხო დამცველების ის იყო საბოლოო ჯამში მივიდა პარლამენტში და ამ არჩევნების შედეგები ცნობდა, მაგითი გაეცა პასუხი ზოგადად მის დამოკიდებულებას, მის შეფასება როგორი იყო. თუმცა საბოლოო ჯამში მთავარი ამბავი ყველასთვის იყო მაინც ეუთო ოდირი. ეუთო ოდირი არის ეუთო არის ცოტა უცნაური სტრუქტურა, სადაც მე 3 წელი მაქვს ნამუშევარი. და უცნაური სტრუქტურა არის, იმიტომ რომ ყველა გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით. ეგრე არის შექმნილი ეგ ორგანიზაცია და კონსენსუსი ნიშნავს, რომ იქ არის ყველა წევრი ქვეყნის წარმომადგენელი, ეხლა არ ვიცი მე რომ მუშაობდი 55 ქვეყანა იყო, ეხლა მგონი 57 და მათ შორის არის ერთ-ერთი რუსეთი და ერთმა ქვეყანამ თუ თქვა არა და დამთავრებული. მაგ მიზეზით გაგვიუხდა მათი სადამკვირვებლო მისია. კი, მათი ეუთოს მისია საქართველოში, სადაც მე მუშაობდი, გაიწვიეს ომის მერე, თქვეს რომ არა, აღარ გვინდა მან მისია და ახალი რეალობა დააგვერდნენო უკვე. კი. ხო, მე მაინც ისეთი მოლოდინი არ
ქონდა ევთოდერის დასკვნაზე, რომ ესეთი კრიტიკული იქნებოდა, როგორც არის, რა თქმა უნდა, ვიც მაგ სფეროში არის, ისინიც ამბობენ, რომ ბელორუსის არჩევნებზე უფრო კრიტიკული დასკვნა დადესო და იქ არის ყველაფერი ჩამოწერილი, რა იყო, რა დარღვევები იყო და როგორ იყო. მაგრამ კიდევ გამიმეორებ ამ ევთოდერის დასკვნამდე ალბათ ერთი tweet address კი, როცა ჩვენ მათ შორის აი პრეზენტაცია რო გავაკეთე, მე მინდოდა რომ იგივე პრეზენტაცია ყო ინგლისურ ენაზე გამეკეთებინა აქ ელჩებისთვის. მანამდე ამ ელჩებს ამ ფაილს უგზავნიდით ხოლმე და დააპდეიტებულ ფაილი მით რაღაცას რო ამატებდით, ეგრევე უგზავნიდით და აპდეიტებულ ფაილს და რამდენიმე ელჩი ვხდი მაშინ. და ვეუბნებოდ რომ იქნებ რაღაც აი როდის გაწყობთ რომ რაღაცა ყველა ერთად დავსხდეთ და მოგიყვებით რა, თავიდან ბოლომდე ბანემ ყოველთვიანი კომპილაცია მაქვს. ერთი tweet address კი უკვე პასუხი იყო რომ აღარ ვჭირდება. ანუ გასაგებია უკვე ყველაფერი გვაქო, ეხლა დამატებით კიდე რაღაცა ამას აღმოაჩენ თუ იმას აღმოაჩენ, რაც არისო, ეგ უკვე საკმარისი არისო, იმისო ჩვენ ამ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია არ ვცნოთო და ესე გავაგრძელებთო. მაშინ ერთადერთი წუხილი რაც ჰქონდათ იყო ის, რომ პროტესტი სად არისო. რატო არ არის ბევრი ხალხი ქუჩაშიო, პროტესტი კი არის, სადღაც რაღაცა, მაგრამ ბევრი ხალხი რატო არ არისო, როგორც იყო გაზაფხულზე. ხო, და ნუ ეგ ამბავი, ეხა ხედავენ, ეხა პირიქით აღხტოვანებულები არიან, რომ ამდენი დღე რო გრძელდება ეს პროტესტი და ამდენი ადამიანი ყინვაში და მათ შორის მინუსები იყო. ყველა გამოდის უკვე მაგნატშიც არანაირი ის აღარ აქვს. კითხვები და წუხები. და რატომ მქონდა ქართულ ოპოზიციას მაინც ერთგვარი მოლოდინი, რომ ქართული ოცნება წესებით ითამაშებდა და არჩევნები გადაწყვეტდა ამ პოლიტიკურ კრიზისს იმ შედეგებით, რა შედეგებითაც მისი უმაღლესობა საზოგადოება შეცდომა იყო ეგ ყველასი ჩემი ჩათვლით შეცდომა იყო, იმიტომ რომ ჩვენ დავიჭირეთ რაღაც კონკრეტული წერტილები, სადაც ხდებოდით რომ რაღაცას მაიმონობდნენ. ეგეთი წერტილები იყო ბევრი. ანუ ის რომ სიტყვაზე არავის არ ჯეროდა რომ ამ ელექტრონულ აპარატებს რომ შემოიტანდნენ, რაც კარგი საქმისთვის შემოიღეს ხო, მაგას არავის არ ჯეროდა. ყველას გესმოდა რომ რაღაც ესეთი ტიპის რეჟიმებში ეგეთი აპარატების შემოღება ნიშნავს რომ რაღაცას ჩვენი ახსნა იყო ის რომ ეთყობა არჩევნების დღეს უნდათ რომ რაღაც უბნებზე რომ იყო ხოლმე ხშირად შეუსაბამოებები, ბევრი ბიულეტენი, ნაკლები ბიულეტენი, ესა, აი მაგების გასასწორებლად რაღაცა უნდა, თუმცა კითხვის ნიშნები ჰქონდა ამ აპარატებთან მიმართებაში, მე შეგვახოდეს ამ კომპანიის დირექტორს აუდიტი ვინ ჩაატარა, რაღაც ტექნიკური კითხვების დაუსვით, რაღაცა კითხვები დაგვრჩა ჰაერში, მაგრამ მივხვდი რომ თავარი ამბავი მაინც იყო სიები, რომელზეც არც აპარატებამდე ჰქონდა ჩვენ ხელმისაწვდომობა და არც აპარატების მერე ჰქონდა ხელმისაწვდომობა და რაღაც გავანებეთ. თუმცა საჯაროდ არ გვითქვამს რომ რადგან ეს აპარატები შემოიტანეს, ამიტომ ეხა არჩევნები გაყალბდება და აზრი არ აქვს არჩევნებს. ხო, მაგრამ პირიქითაც ისმოდა რომ აი ეს რახან არის უკვე ციფრული აპარატები ვეღარ გაყალბდება და მე ექსპერტებთანაც კი მქონდა, აქაც კი მყავდა მოყვანილი პაატო ზაქარიშვილი და ბორჩა. ეხლა რაც დაფიქსირდება ეგ არის. მე მქონდა მე მგონი არ მითხავს ეგეთი არაფერი, მაგრამ ნუ კითხვის ნიშნები რაც ჰქონდა, ის კითხვის ნიშნების მოხსენით ბოლოს, იმიტომ რომ ადამიანებისთვის ხმა რომ ხა აყალბებენ უეჭველი და არჩევნებს აზრი არ აქვს, მაშინ არჩევნებზე აღარ გამოვა და აზრი აღარ ექნებოდა. მაგრამ პრობლემები სადაც იყო ის, როდესაც მაგალითად ბიულეტენი რო ჟონავდა, მაგაზე იყვირეს პარტიებმაც და იყვირეს NGO-ებმაც, მაგრამ რა იმათ თქვეს რომ ამას გამოვასწორებთ, რომ სხვანაირი იქნება და არაფერიო. წესი რო შეცვალეს. ანუ ეს ადასტურებს იმას, რომ არავით არის შემთხვევითობა არ იყო, რომ ესეთი არა, ბევრი კონკრეტული მომენტები იყო. პირადობის მოწოდების ჩამორთება რო დაიწყეს, ეს დაიწყო tweet address, თვენახევრით adress და მაგაზე იყვირეთ ყველამ და კონკრეტული ადამიანებიც ვიპოვეთ და მათ შორის მედიამაც გააშუქა და რაღაცა და ნუ გავიგეთ რომ პირადობებს ართმევენ, გავიგეთ რომ რაღაც ნაწილს მეტად განუბრუნებენ, რაღაც ნაწილს არ უბრუნებენ. ამაზე ვიყურეთ, მაგრამ კონკრეტულად რა საკეთებდნენ, მაგას ვერ მივხვდით, მართლა ვერ მივხვდით. ისევე როგორც როდესაც შეცვალეს როლების განაწილების წესი საარჩევნო კომისიის წევრებისთვის, მანამდე თუ დილით უბნის გახსნას იქნებოდა წილისყრა და ვის რა როლი შეხვდებოდა, ვინ იდგებოდა კარებში, ვინ იდგებოდა აქ, ვინ იდგებოდა ვერიფიკაციაზე, ეხა შეცვალეს და საოლქოდან ინიშნებოდნენ პირდაპირ პროფესიული ნიშნის ვერიფიკაცია შედებოდა. მაგაზეც ვიყურეთ და მივხვდით რომ რაღაცას მაიმონოდნენ, მაგრამ ჯამში ეს ამ წესის შეცვლა, პირადობების ჩამორთვევა, ის რომ ჟურნავდა, ის რომ რაღაც აპარატები ელექტრონული ეს ყველაფერი და ეგეთ ბევრი წერტილები იყო, ვერავინ ვერ დააკავშირა. ვერც ჩვენ პოლიტიკურ პარტიებმა, ვერც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვერ დააკავშირეს საბოლოო ჯამში ეს ამითი რა სქემას კრავდნენ და რა ტიპის გაყალბებას გეგმავდნენ. ვერ მივხვდით ჯამში საარჩევნო კამპანია ქართული ოცნების, აი რომელშიც არაფერი არ დაპირიყო საზოგადოებას, ანუ პარტია. აქ კამპანია არ იყო, იყო ბიზნესად დატარეს მარტო და რაღაც შეხვედრა გამოდიოდა ამ რაღაც შუშის იმაში და მეტი არაფერი არ იყო, ბილბორდები და ბიზნესი იყო, მეც არაფერს არ ხანო გლობალური ომის პარტია, მშვიდობა
ოპოზიციურ პარტიებს აუგზავნებთ და LGBT საზოგადოება მოკლედ ესენი გვემუქრებიან კაცები არ დათხოვდნენ. სამი რამე იყო რა, ომის არ დაუშვებთ გლობალურ პარტიებს ვებძით, ოპოზიციურ პარტიებს აუგზავნებთ იმის მერე და გარყვნილებას არ დაუშვებთ. ხო, აი ამ სამი რაღაცით ხო შეიძლებოდა რომ პარტიას არ რეალურად აი სერიოზულ რაღაცა საარჩევნო დისპუტებში შემოსულიყო, არა ცხადი იყო რომ ის აბსოლუტურად სხვა რაღაცაზე ქონდა მას წონდადებული. ჩვენ რა გჭირდა იცი კიდე გეტყვი რა დაგვემართა რომ კოლებს ვაკეთებდით რუსული კანონის შემდეგ გაზაფხულზე. იმის შემდეგ ვატარებდით კოლებს, ყველა პოლიტიკური ჯგუფი აკეთებდა ამ კოლებას პრაქტიკულად. და მათ შორის ერთმანეთის შედეგებიც ვიცოდით და მათ შორის უცნობა რა ვატარებდა იმის შედეგებიც კი ვიცოდით რა. ივნისის დასაწყისიდან მოყოლებული ყველა აჩვენებდა დაახლოებით იმას, რაც დაждდა exit poll-ებზე. აჩვენებდა რომ ოცნებას მაქსიმუმ ეჭირა 30%, ну ხან 29 მოდიოდა, ხან 28 მოდიოდა, ხან 31 ამოდიოდა, მაგრამ მანდ იყო. მათ შორის აი მთელი ამ კამპანიის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ მაგ პროპაგანდის ხაზებს აწვებოდნენ, ამას კვლევებში აჩვენებდა რომ არ მუშაობდა. ანუ ვერ იზრდებოდნენ. ვერაფერს ვერ იმატებდნენ მაგ ხაზები და ჩვენი აქმა იყო რომ ანუ ჩვენ ხო ვიცოდით რომ ისინი ითვლიან და ჩვენზე უფრო ხშირად ითვლიან ამ კოლეებით რაღაცებს და ჩვენი დასკვნა იყო რომ როგორც ჩანს რასაც აკეთებენ კამპანიის ამბავში ეგ არის საუკეთესო ვერსია თორე მაგაზე უკეთესი რო ქონდეთ ხო გააკეთებდნენ ანუ და ჩვენი განცდა იყო რომ ესე იგი ქორ რაღაცა ამორჩეველი რა წავთ იმის შემომტკიცებაზე არიან ფოკუსირებული იმიტომ რომ დათვალეს და სხვა რაღაცები რომ ცილაპარაკონ არაფერი არ ემატება და ამიტომ ეს არის რაღაც საუკეთესო კამპანია რასაც ატარებენ იმიტომ რომ გიჟები ხო არ არიან ხა ერთ და იგივე აკეთონ და არ იზრდებოდნენ ალბათ ეს არის საუკეთესო კამპანია რაც აარჩიეს დათვალეს და ამაზე უკეთეს ვერსია არ აქვს, თორე ხო გააკეთებდნენ რა. ხო და რაც ჩანდა კიდე იყო რომ გადაუნაწილებელი რაც იყო, იმ გადაუნაწილებელს უსვამ მე ირიბ კითხვებს, რომ მაგათ ეკითხები, ყოფილი ხარ თუ არა, რაღაც რა მართლობით ვითარდება ქვეყანა, ფიტყვაზე რაღაც უსვამ, რაღაცა შენეც უნდა შეიცვალოს თუ რა ხელისუფლება. რაღაც ირიბ კითხვებს უსვამ, რომელთაც არ ყვე ოპოზიციურად არის განწყობილი, კრიტიკულად არის განწყობილი, თუ მაინც უფრო ოცნებისკენ იხრება. და მაგითი ამ 30%-ს კიდე რაღაცას უმატებდნენ. ხო და მაგრამ ცოტას ბევრს არ უმატებდა და ჩვენ ვიძახდით რომ აი ამ რომ დაიმატოს ეს და პლუს კიდე გააყალბოს ხო ვერ ადიოდნენ 40%-მდეც კი და რეალურად exit poll-მა დასვა 40 და რაღაცა და 51 და რაღაცა რა ცოტა მეტი დასვა იმაზე და ჩვენი ამბავი ის იყო რომ ჩვენ რო ვაკეთებდით განსხვავები ამოდიოდა სადაც აქეთ ამხარეს ამოდიოდა რომელიღაც პოლიტიკურ ჯგუფს უფრო მაღალი ქონდა გააჩნია ვინ ატარებდა იმასთან ის უფრო მაღალი იყო ამასთან ის უფრო მაღალი იყო ესენი იცვლებოდა ხან ეს ადიოდა ხან ეს ჩამოდიოდა ხან ეს მაგრამ ეს იყო კონსტანტა არ შეცვლა საერთოდ არავისთან ყველგან ერთი და იგივე იყო ყველა კოლევაში მათ შორის ერთობლივიც გავაკეთე და იმ ერთობლივშიც ერთობლივი ნიშნავს რომ ყველა პარტია ერთობლივად აკეთებდა ყველა სოციოლოგი იჯდა რომ რაღაცა ვინმეს თავისკენ არ გადაეხარა და შევთანხმდით რაღაცა შეწონა როგორ მოხდარიყო გადანაწილება როგორ მოხდარიყო ყველგან ერთი და იგივე ამოდიოდა მთელი თემის განმავლობაში და ჩვენ მათ შორის ჩემს გამოვიდა რომ თქვით მოვიგეთო, იმიტომ გამოვიდა რომ რაც ამ კოლეებში ამოდიოდა, ზუსტად იგივე დაждდა ორივე exit poll-ში და ჩავთვალეთ რომ ეგ არის, რა ვიცი, exit poll-ის მაგას აჩვენებს, კოლეებში ხა 6 თვე აგვიჩვენებს ერთ და იგივეა, აუ ეგ არის. მოვიგეთ მაშინ და დაწუნებული ვიყავით რომ მოვიგეთ, მაგრამ რაც გააკეთეს ის ვერ გავთვალეთ, ანუ ჩვენი შეცდომა იყო. ჩვენი შეცდომა იყო ცალსახად კი პარტიებისაც და რა ვიცი, ყველასი ვისაც არჩევნებთან შეხება აქვს, იმიტომ რომ ეს განცდა იყო მაინც საბოლოო ჯამში ყველაში. ვერავინ ვერ გათვალა საბოლოო ჯამში რა კომბინაციას ალაგებდა. მეტიც ეხა შეგვიძლია გითხრა რომ რაღაცები არის, რადგან ჯერ კიდე გვაქვს კითხვის ნიშნები და ჯერ კიდე ვერ მიხვდით რაღაცები, როგორ მათემატიკურად რაღაცებს ვერ ვსვამთ, როგორ გააკეთეს, ეხაც კი გვაქვს რაღაცებზე კითხვის ნიშანი. და ეხლა წმინდა პრაქტიკულად და რაციონალურად დრო შევაფასოთ. რაც მათ გააკეთეს, მაგითი ანუ ბევრი ისარგებლეს, ანუ რეალურად ქართულ ოცნებას მართლა ქონდა შესაძლებლობა, რომ თუ დავუშვებთ იმ შესაძლებლობას, რომ ეს რუსული კანონი საერთოდ ეს ავანტიურაში არ ჩართულიყო და აქ ამ შემთხვევაში 40%-ის თუნდაც აეღო, ხო? აქ ამ შემთხვევაში საკმაოდ სიცოცხლის უნარიანი ნორმალური, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ძალად ისე უმრავლესობაში გვევლინებოდა, საკვანძო პუნქტებს ალბათ ისევ დაიკავებდა. ალბათ სავაჭრო საკითხი რაღაცა მნიშვნელოვანი მომენტები გეშობოდა და პლუს არავით არის ფინანსური საქციები, არავით არის დისკომფორტი, არავით არის იზოლაცია, ყველაფერი შოკოლადში. რა გააკეთე? ცოტათი რო გაეყალბებინათ, და არაფერი არ 45%-ზე, ცოტათი რო გაეყალბებინათ 45%-ზე დაეწერათ. ძალიან მაღალი ალბათობით ჩვენ გათვლილი ქონა წინასწარ, ძალიან მაღალი ალბათობით შეძლებდნენ რომ მარტო დაეკომპლექტებინათ მთავრობა
მაგრამ შეიძლება რუსული სტილის ამბავი იყო ეგეც რომ რამდენად ადეკვატურია აი ეს მთელი ეს შესაძლოა დაიწერეს რამდენად ადეკვატურია შენი შეფასებით ხელისუფლება ანუ არის თუ არა მასში გარკვეული რაღაცა რაციო თუ აი ამ აკვიატებაში რომელშიც აი ახლა გამომდინარე იქნა სულ არაფერი არ გაეკეთებინა აი წარმოიდგინე არაფერი არ გაეკეთებინა არც გაზაფხულს არც ისა და მიიღებდა რაღაცა იმ შედეგს რომელ შედეგითაც დღეს ჩემი ვარაუდით უბრალოდ რა შედეგებიც ახლა მიიღეს ის რეალობა რაშიც ისინი აღმოჩნდებოდნენ მათ შეიძლება და ყველა თავიანთი პრემიერი სამინისტროების რაღაცა გააკეთებინათ ან რუსული კანონიც არ გამოვიდა არც რუსული კანონი არ გამოვიდა არაფერი არ გააკეთებინათ მაგის უფლება არ ქონდათ ხო აი ეგ არის ალბათ ეგ არის დამოუკიდებლები არ არიან ან არაფერი არ გააკეთებინათ საკვანძო პუნქტები შეიძლება და გამختارიყო სავაჭრო საგანი პრემიერ-მინისტრი შეიძლება მათი კანდიდატი ალბათ მათ შეიძლება თავისუფლად გააკეთებინათ ანუ ივანიშვილს რო ქონოდა უბრალოდ სრულიად ძალა ხელისუფლებაში დარჩენილიყო თავისუფლად შეიძლება გააკეთებინა იგივე რაც გააკეთა შარშან გაგახსენე უბრალოდ რა ის რა მანამდე რა ხდებოდა შარშან ქონდა შესრულებელი ჩვენ 12 პუნქტი ევროკომისიის მიერ დადგენილი ამ 12 პუნქტიდან ფაქტობრივად არაფერი არ გააკეთებულა ანუ რეალურად არაფერი არ გააკეთებულა საერთოდ არაფერი გააკეთებულა ჩვენ მაშინ ევროპელებს ვეუბნებოდით რომ კანდიდატის სტატუსი ჩვენ გვჭირდება მოგესწრო გამოდიდა სიმართლე თქვით რა რომ კანდიდატის სტატუსს აძლევთ საქართველოს მოქალაქეებს რომლებიც რამდენიმე აწლეულია იბრძვიან ამ ყველაფრისა ბევრი რამე გაიღეს ამისთვის მაგრამ თავრობამ არაფერი არ გააკეთა და ეს იქნებოდა სიმართლე რო ეთქვათ მაგრამ მაშინ არ დაგვიჯერეს და არ თქვეს ამ ეს ვორდინგი ეს სიტყვები არ გამოიყენეს და გამოვიდა თქვეს რომ რადგან გვაძლევდა კანდიდატის სტატუსს არ თქვეს რომ არაფერი არ გააკეთთაო და რაღაცეები გადაწყვიტეს რომ ჩაეთავა პროგრესის რო ეთქვათ რომ რაღაცა პროგრესი არის რევიზიის სამყაროს სამი რაღაცა ჩათვალეს გედრული მანამდე იყო კანდიდატის სტატუსზე ჩათვალეს სამი რაღაცა პროგრესად ერთი იყო დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის მიღება. ამიტომ ეს სამოქმედო გეგმა არის სამგვერდიანი ბოდოა ჩვეულებრივი, პატარა ბავშვი დაწერილი, რო წაიგითხო, არაფერი სასაცილოა რა დეოლიგარქიზაცია, არა ბლა 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 არის სამი გვერდი, ეს ჩაუთვალეს პროგრესად. სამოქმედო გეგმის მიღება, რამე კი არა რომ რაღაცა გადადგეს რამე ნაბეჭი, რომ გეგმა დაწერეს სამი გვერდი. ეგ ჩაუთვალეს ერთი პროგრესად, მეორე ჩაუთვალეს პროგრესად ანტიკორუფციული ბიურო შექმნა, რომელიც წეგანო ვილაპარაკე რომ ჩვეულებრივ ოპოზიციის დევნის ინსტრუმენტი შექმნეს რეალურად და მეც არაფერს არ აკეთებს საერთოდ ეგ ჩაუთვალეს პროგრესად და მესამე პროგრესი იყო ის რომ რუსული კანონი წაიღეს უკანო ანუ ადამიანი რომლის ჩვეულებრივ ერთ-ერთი ტაქტიკა ეგეთ დროს არის ის რომ მუდმივად ქმნის კრიზისებს და მე კრიზისების განმუხტვა სასახებს პროგრესად ამას პროგრესად ჩაუთვალეს რუსული კანონს უკან წაიღეს ჩვენ ვეუბნებოდით რომ ეგ როგორ შეიძლება პროგრესი იყოს ანუ კაცი მოვიდა გააფუჭა რაღაცა და ეხა უკან მიაკ და იძახი რომ ეგ პროგრესია როგორ შეიძლება ეგ ჩაუთვალო პროგრესად ხო სასაცილოა ხო ან ასაც აკეთებდა მძევლები აყავდა და ყველა მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა იყო მე ამ მძევლების გათავისუფლება ციხიდან პოლიტპატრიოტებს გააჩენდა და მე ამას კიდე მოლაპარაკების დროს მთელი აქცენტი გადაქონდა მაგაზე რომ აი ხალხი თუ გინდა გამოუშვა მაშინ ამ დანარჩენ რეფორმის თავი დაანებე ამათ გამოუშვებ ხო რეფორმებზე აღარ მელაპარაკო მაგრამ ამათ გამოუშვებ ხო დაახლოებით ეგეთი რაღაცა იყო რომ რუსული კანონი გამოიტანა და უკარო წაიღო თუმცა ეს ყოფილა პროგრესი ანუ მაყურებელს რო შევახსენოთ ეს პირველი მცდელობა რუსული კანონის და იმისი გატანა ეს შარშან ოქტომბერში ხდება ეს და ოქტომბერში გამოვიდა ევროკომისია თქვა რომ რაღაცა პროგრესი არის აი ეს გააკეთეს სინამდვილეში არც ერთი არაფერი არ იყო და ამის სანაცვლოდ ვითომ ამის სანაცვლოდ მოგცეს კანდიდატის სტატუსი შარშან შეეძლო წელს შეიძლება იგივე გააკეთებინა წელს 9 პუნქტის მაგირად იყო 12 პუნქტი ამ 12 პუნქტში თუ მართლმსაჯულების ნაწილი არის ყველაზე რთული, არჩევნების ნაწილი არის მეორე, დეოლიგარქიზაცია და რაღაც ინსტიტუტების დამოუკიდებლობა. დანარჩენი ამის გარდა, დანარჩენი ხუთი არის არაფერი სერიოზული. ანუ რო გააკეთო, ძალაუფლებას არ დაკარგავს. მე მგონი იმაზე მოაწერეს, ხო კიდე ხელი, ანუ ევროსასამართლოების გადაწყვეტილების შესრულების ხო. კი, ეგ მანამდე იყო და ჩაითვალა ეგ პროგრესად, რომ რაღაცა ვითომ რაღაცა გავაკეთეთო. მე ის გამინდა რომ ამ 9 პუნქტიდან ძალიან თავისუფლად შეეძლო ჩერი პიკინგი გაეკეთებინა და რაღაცეები გაეკეთებინა რაღაც საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხუპუხთან მერთებაში საერთოდ პრობლემოთ იმიტომ რომ რეალურად მისი პრობლემა რა არის რაღაცა რეფორმის გაკეთება არ უნდა იმიტომ რომ ძალაუფლება არ უნდა დაკარგოს კონტროლი არ უნდა დაკარგოს რომელიღაცა ინსტიტუტზე და ძალაუფლება არ უნდა რომ შეიმციროს რა და ისე გააკეთებდა რაღაცებს არაფერსაც არ დაკარგავდა ამას მიყიდიდა ბრიუსელს ძალიან მარტივად რუსული კანონი რო შემოეტანა გაზაფხულზე
და წარმოიდგინე რომ 26 ოქტომბერს არის არჩევნები და 15 ოქტომბერს რომ გამოსულიყო ევროკომისია და რომ ეთქვა რომ საქართველოს 9 პუნქტიდან ხა შეჯამებდა რაღაცა არის მოლდოვა, უკრაინა, ისა ბალკანეთის ქვეყნებიც არის და საქართველოსზე იტყოდნენ რომ ყველაფერი შესრულებული არ არის, მაგრამ რაღაცა პროგრესი გვაქვს აქ რავი 1-5 პუნქტ ჩამოვხვდით და ამიტომ ჩვენ მოლაპარაკებელს ვსვით საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებას. ამას რო იტყოდნენ 15 ოქტომბერს და რა შანსი ექნებოდა ოპოზიციას, რომელსაც მთელი კამპანია იმაზე ქონდა აგებული, რომ აქეთ ევროპაა, იქით რუსეთია, რომ 26-ში არჩევნებზე ჩვენ მოგვიგო არჩევნები. ეხლა შეუძლებელი ამბავი იყო. ამ ქვეყანაში სადაც ადამიანებს მართლა უნდათ, რომ მათმა შვილებმა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში იცხოვრონ და აბსოლუტურ უმრავლესობას ცალსახად ესმის შეიძლება არ ესმოდეს ახლა რა ვიცი ღირებულების დონეზე რა არის რუსეთი და რა არის ევროკავშირი, მაგრამ ინსტინქტების დონეზე ესმის, რომ მისი შვილისთვის გროზნოში ცხოვრებას იმაში რა ვიცი შვეიცარიაში ცხოვრება ჯობია, ხო? ინსტინქტების დონეზე ესმის ეგ, ხო? რანაირად შეიძლება, ხო? ან თუ მარტო მაგაზე იყო ლაპარაკი, რომ უნდა დარჩენილიყო და ხელისუფლებაში ყოფილიყო ძალაუფლება შეინარჩუნებინა, ამის გაკეთება შეიძლება უმარტივესად, უფრო მარტივად ვიდრე შარშან გააკეთა და წელს მოლაპარაკებებს გავხსნით ოქტომბერში ევროკავშირთან და ის დარჩებოდა კიდე кайხნით და მათ შორის თუ რეფორმებს მიყვებოდა მართლა და რაღაც რეფორმებს გაატარებდა, რა ვიცი, ევროკავშირი შეიყვანდა ამ ქვეყანას 2030 წლამდე და მაგის მერე კიდე დარჩებოდა ალბათ ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ისეთი რაღაცა არის ხა ამ ქვეყნისთვის ეგ რომ რავი, მე ხელისუფლებაში დარჩენა რაღაც გინდა საერთოდ რავი, მაგას თუ აკეთებ, რავი, წადი და რაღაც რავი, რაღაც ხობები ხო აქვს და მიხედე რა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ცხოვრობ ხა, რაღაცა იმაში კალაპოტში ჩაჯდება ეს ქვეყანა. აი ეს არაადეკვატურობა როგორ შეიძლება? ერთადერთი ახსნა არის მანდ რომ რუსები არიან. მე ვიძახი რომ მე მართლა მჯერა დარწმუნებული არ ჯერთი რაც კონკრეტული ფაქტები გვაქვს მარტო ჰაერზე ხო არ არის რომ საქართველოს იმას სუს სახელმწიფო საფრთხების სამსახურს აქვს ჩვეულებრივი ხელშეკრულება თანამშრომლობის გაფორმებული ბელორუსის სახელმწიფო საფრთხების სამსახურთან, რაც არის პირდაპირ FSB გაგრძელება, რომ ჩვეულებრივ FSB-სთან აქვს ხელშეკრულება დადებული, რაც ვიცით რომ ესე არის, ხო? გარდა ამისა ხედავთ რომ მაგალითად არჩევნების დღეს ჩამოსული იყო ცნობილი ეს რუსი პროპაგანდისტი, რომელშიც ამერიკა იხდის $10 მილიონ ინფორმაციას თუ მიეწვის, სად არის ეს კაცი, რომელსაც ჰქონდა CESCO-სგან მიღებული აკრედიტაცია და ნებისმიერ უბანზე და იმაზე შეეძლო შესვლა და რაღაცები ეკეთებინა. რაც ჩანს ასევე არის ის რომ ეს რუსულ კანონად და რაღაც კანონების გადმოღება, მაგრამ რიტორიკის დონეზე, მესიჯების დონეზეც კი ზუსტად იგივეს ლაპარაკობენ, რასაც ლაპარაკობდნენ რუსები ამ კანონთან მიმართებაში თუ სხვა რაღაცებთან მიმართებაში. ხო, ხა გლობალური ომის პარტია მათი მოგონილი ხო არ არის? იქ არსებობს კოლექტივი ზაპად. კოლექტივი ზაპად ქართულად გადმოთარგმნო კოლექტიური დასავლეთი, ქართულის მაინც და მაინც საშიშის არ არის, რომ კოლექტიური დასავლეთი არ შეგეშინდება, მაგრამ გლობალური ომის პარტია ტერმინი ჩაანაცვლეს უბრალოდ კოლექტივი ზაპად გლობალური ომის პარტითან. ბევრი რაღაცებია, რაზეც ჩვენ ქონდა ხომე განცდა რა ვამბობდით რომ რაღაცა აკოპირებენ. კოპი პეისტია იქნა გადმოტანილი. მე რაღაც მომენტში მიხდი რომ კოპი პეისტი არ არის. მე მჯერა რომ ამ ქვეყანაში უკვე რაღაცა არ ვიცი ხა ეს არის 1 წლის ამბავი თუ 2 წლის ამბავი, კონკრეტულ რაღაც სტატიკური მმართველობებს ჩოლად რუსები აკონტროლებენ. ეს არის შსს, ეს არის ფსუსი, ეს არის პროპაგანდა, ეს არის დემონსტრაციების დაშლა. ეხლა იმის ამჯერა სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიძლება იქაძიან, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და რაღაც ეგეთ რაღაცები შეიძლება არ არის მათთვის ინტერესსაგანი, მაგრამ ის რაც საჭირო არის ძალაუფლების სასანაჩუნებლად, მე ოდნავ ეჭანოპარება, რომ რუსები მართავენ მაგ სტრატეგიულ მმართველობას. მათ შორის ჩემი ერთ-ერთი არგუმენტი ისიც არის, რომ მე მგონია, რომ ივანიშვილი არ გაყოფს შარში თავს პუტინთან მიმართებაში, რაღაცა რო ისე არ მოხდეს და დაკარგონ რუსებმა ძალაუფლება არ დაუტოვებს პუტინს სათქმელად რომ ეს რატო არ გააკეთე, ან ესე რატო არ გააკეთე. ამიტომ მგონია რომ უბრალოდ რაღაცა პერიოდის წინ უბრალოდ გადააბარა სტრატეგიული მმართველობები და ისინი მართავენ რომ ამ შარის თავი არა აქვს რა, ვერ ეტყვიან რომ ესე რატო არ ქენი, ისე რატო არ ქენი, მიბარებული აქვს და რა თვითონ შვებიან. ამიტომ ის კი არ არის ჩვენ რო ვიძახით ხომ რომ რაღაცას აკოპირებენ. აფეს არ აკოპირებენ. თავხედურად იგივეს აკეთებენ, ზუსტად იგივე ხალხი ვინც რუსეთში ეს გააკეთა, უბრალოდ ეხა საქართველოში აკეთებენ. რუსული კანონი იქ ვინც მოამზადა, ვინც მიიღო პროპაგანდა, ვინც მართა რა მესიჯ ბოქსებითაც მართა ისა, იგივე ხალხი ეხა აკეთებენ ამას აქ. ამიტომ ჩვენ რაღაცა რომ ვნახოთ, ხედავთ რომ ყობახიძე იმეორებს პუტინის სიტყვებს, რომ რაღაცა რა პრობლემაა აგენტი, ხო არსებობს საგადასახადო აგენტი, სადაზღვევო აგენტი, ერთ-ერთი რომ იმეორებს იმას. ის კი არა იქ მოისმინა და გადმოიღო, არა, აქ იგივე ხალხმა მიცა, რომ ესე უნდა თქვა, იქაც იმას მიცეს იგივე ხალხმა და ათქმევინეს. მე მაგაში ეჭიანოპარება, სხვა ახსნა მანდ არ არსებობს. არ არსებობს უბრალოდ ახსნა, რომ ვიღაცა მე მგონი გადიжда, ხო, რაღაცა აი ვინც უწყვეტს მაინც და მაინც თლად რეალობასთან არ მეგობრობს. მე მგონი ეგ ერთმანეთს არ უშლის.
ანუ მათ შორის შეიძლება ივანიშვილს ამ რაღაცა სიგიჟების მართლა ჯეროდეს, რომ რაღაცა კრედიტსუში ვიღაცამ ფული გაუყინა და მართლა არსებობს რაღაცა გლობალური ომის პარტია და შეიძლება მაგის ჯეროდეს, მაგრამ შეიძლება ზისეგ რუსეთის ამბავში, მაგრამ რაც ჩანს ხელის გულზე რაც დევს იმდენად ცხადია, რომ მე ჭიანო პარება რომ რუსების ამბავია თავიდან ბოლომდე. აღარ არსებობს მან კითხვის ნიშნები უკვე არავის აღარ აქვს და პრეზიდენტთან დაკავშირებით მინდა გითხო. ანუ პრეზიდენტთან კომუნიკაციაში აი ეს კომუნიკაციის შესაძლებლობა მანდ არის რაღაცა სრული შეთანხმება თუ იქაც არის გარკვეულწილად აი იგივე სიფრთხილე, იგივე რაღაცა ერთგვარი დაბრკოლება, რომელიც აი მის ოპოზიციურ თუ უბრალოდ ჩვენთვის ოპოზიციურ თუ პოზიციურ წარსულში არის კერძოდ აღარ არის. აღარ არის. მე ვიყავი ისაც ქონდა ყველაზე მეტი პრობლემა. შემიძლია მოუყვე გამბავი, იმიტომ რომ მე ვიყავი ძალიან კრიტიკული ბევრი მიზეზების გამო, მათ შორის ბევრი რაღაცები მახსოვს, რაც არასწორი განცხადებები, მისი მხრიდან იმაზე არ მაქვს საუბარი, ხა ოცნების წევრი იყო და ოცნებიდან დეპუტატი იყო, ნაკლები პრობლემა არის, მაგრამ მახსოვს წითელუბანში რაღაც რაკეტა რო ჩამოვარდა და ისეთი რაკეტა იყო, რომელსაც საქართველოს უბრალოდ ვერ გაუშვებდი, იმიტომ რომ არც მიწიდან გასაშვები ის ჰქონდა და არც თვითონ ვიყავდა ესეთ რომ შესაძლოა ეს გაეშვა და მაშინ მახსოვს რომ მისი განცხადება რომ რაღაცა სააკაშვილმა თვითონ მოაწყო ეს რაღაცაო და არაფერი სამდე შეახდებოდა რუსების ჩამოგდებული რაკეტაზე, მახსოვს ომის დაწყებაზე მისი რიტორიკა და რაღაც წიგნში თუ წერია ომობინის წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ განცხადები მახსოვს რომ იგივე ტიპის რიტორიკა იყო, რასაც ახლა ოცნების სხვადასხვა წარმომადგენლები იმანიშვილი ჩათვიძახიან, რომ ომი საქართველოს დაიწყო, ამას ფუთავე რომ ვითომ ხელისუფლებამ დაიწყო და საქართველოს არ ფიშვეშია, რაც ახლა ბოდოა ეგეთი რამე არ არსებობს საერთაშორისო იმაში სამართალში და გაგებაში საერთოდ, მაგრამ ეგ ყველაფერი რაღაცნაირად წარსული იყო ჩემთვისაც, ჩემთვის თავარი პრობლემა მაინც რჩებოდა ბოლო მომენტამდე ის რამდენად ის იყო გულწრფელად კრიტიკული ივანიშვილისადმი და ოცნებისადმი ამაზე ხა ბევრი საჯაროდ არ მელაპარაკია, მაგრამ ბოლო მათ შორის რაღაცა პერიოდი თუ გახსოვს ის ბრიუსელში შეხვედრები რო ქონდა ჩამოდიოდა და ბევრ სწორ რაღაცებს ამბობდა, მათ შორის აკრიტიკებდა რომ ოცნებას რაღაცა ჩემთვის მოხდა გადატეხა გეტყვი როდის როცა კონკრეტულად ივანიშვილს როცა დაარტყა ჟარგონი რო ვიხმარო და მანამდე მისი პოზიციონირება იყო რომ ეს არ უნდა გაგეკეთებინათ, ეს არ უნდა გაგეკეთებინათ, ეს არ უნდა გაგეკეთებინათ და პირიქით ეს უნდა გაგეკეთებინათ ჩამონათვას აკეთებდა, რომელიც ბრიუსელიდან ჩამოსვლა ორჯერ იყო ეგეთი შემთხვევა, ერთხელ ბრიუსელი იყო, მეორედ არ მახსოვს საიდან ჩამოვიდა და სწორ რაღაცებს იძახთან. ყველა ბულეტში ვეთანხმებოდი რომ ესენი არ უნდა გაკეთებულიყო და ესე უნდა გაკეთებულიყო, ოღონდ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მთავრდებოდა იმით რომ ამ ყველაფერზე რაც არ გაკეთდა, სწორი გასაკეთებელი იყო და არ გაკეთდა და რაც გაკეთდა და არასწორი იყო, პასუხისმგებლობას აკისრებდა, მაშინ ჯერ კიდე ღარიბაშვილი იყო პრემიერი, ღარიბაშვილს და ყობახიძეს. ანუ და ივანიშვილს რაღაცნაირად წევდა გვერდზე და მე მჩნევდა განცდა რომ იქოს ივანიშვილს ელაპარაკებოდა რომ აი ესენი გიფუჭებენ აქ რაღაცა საქმეს და რაღაცა ამ რაღაცებს თუ გამოასწორებთ, რაღაც გამოსასწორებელია ეს რაღაცები, თორე რაღაცა პრობლემები გვექნება ევროკავშირთან და შემცე არ იყო დამაჯერებელი. მიუხედავად იმისა რომ ყველა პუნქტს ვეთანხმებოდი, რასაც ლაპარაკობდა, მაგნაწილში არ ვეთანხმებოდი რომ სინამდვილეში პასუხისმგებელი ჩემთვის იყო ივანიშვილი სწორედ და არა ღარიბაშვილი ვინ არის და ყობახიძე ვინ არის და მაგათ რა უნდა გააფუჭონ, არა უნდა გააკეთონ იმის გარეშე და ეს кайხანი გრძელდებოდა. და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩემი დამოკიდებულება იყო ის რომ კომენტარებს როცა მთხოვდი ხოლმე სულ ვიძახდი რომ ყველაფერში ვეთანხმები რასაც ლაპარაკობს, მაგრამ თავარს არ ამბობს და მაგიტო არ მჯერა, იმიტომ რომ თავარი არის ის რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ესენი კი არ არიან, ის არის პასუხისმგებელი და შენი აზრით თავად როდის გადაწყვეტა უკაროსო მე რუსული კანონი იყო მესაც გადაწყვეტა. რუსული კანონი იყო, რამაც დაარწმუნა, რომ საბოლოო ჯამში ეს რუსული ძალა არის და მათ შორის გამოვიდა საჯარო თქვა, რომ ეს ქართული ოცნება კი არა, რუსული ოცნება არის და რუსები არიანო. მაშინ ჯერ კიდე რაღაც პრორუსულ ხელისუფლებას რო ვეძახდით, გამოვიდა და ეს რუსული ხელისუფლება არის, პრორუსული კი არა, რუსული ხელისუფლება არის. რუსული კანონი იყო, რამაც საბოლოო ჯამში მას ქნა მასზეც იქონია გავლენა. მე ახლა რა განცდაც მაქვს, იმიტომ რომ ეს მაინც და მაინც ხშირი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ რამდენიმე შეხვედრა რაც ქონდა, რაცაც ვისაუბრეთ მე მგონია რომ გულწრფელი არის ერთ რამეში რომ მართლა აქვს ეს განცდა რომ რაღაცა მისი წინაპრების საქმე უნდა გააგრძელოს რაღაცნაირად გონია რომ ეს განცდა აქვს რაღაც ეს მისი აკისრია რომ ეს ქვეყანა მართლა წაიყვანოს ევროკავშირისკენ მაგნაწილში მგონია რომ მართლა გულწრფელი არის და შეიძლება რაღაცა ადრე ხა ვის არ მოსვლია შეცდომა და ვის არ წამოწდენია რაღაცა ანუ მგონია რომ ეს რაღაცები ხა ამ მომენტში დასაკიდებელია საერთოდ მაგაზე სალაპარაკო მაგრამ მაგნაწილში მგონია რომ გულწრფელია
რომ მართლა რაღაცა მისიის განცდა აქვს, რომ მისი წინაპრები რაღაცა საქმეს აკეთებდნენ, მე რუსებმა აქედან გაარეს რეალურად და ეს რაღაცა დაბრუნდა, რომ ეს რაღაცა შეასრულოს და ხო რა ვიცი, მაგაზე მნიშვნელოვანი მისი ცხოვრებისთვის ეხლა რა უნდა იყოს, ხო ეხლა რაღაცა იმას სხვა ტიპის რაღაცა კარიერა სხვა რა იწყოს პირობითად ვიზახი რა, თუნდაც საფრანგეთში რაღაცა ეხლა რაც შეიძლება გააკეთოს და მართლა რაღაცა ისტორიაში დაჩეს რაღაცა, ეგ განცდა აქ და ამაზე ულაპარაკია ჩვენთანაც და მჯერა რომ მანდ გუწფელი არის და ანუ მეორე რაც დავიჭირე და რაზეც შეიძლება თვითონ ეხლა საჯაროდ არ ულაპარაკია, რაც დავიჭირე მგონია რომ განცდა აქ რომ მოტყუდა ივანიშვილით და ოცნებით და მაგაზე არის ძალიან გაბრაზებული. გაბრაზებული რაზე არის რომ გავხსნა რომ ერთი ხრი განცდა აქ რომ რაღაცა ეს ქვეყანა ევროკავშირისკენ უნდა წავიყვანო და უცებ ვიღაცებმა რაღაცნაირად გამომიყენეს იმისათვის რომ პირიქით ეს ქვეყანა წაიყვანეს რუსეთის მიმართულებით და რაღაცნაირად მეც ამისი ნაწილი ვიყავი რაღაცა რამდენიმე წლის განმავლობაში და მგონია რომ მაგაზე არის ძალიან გაბრაზებული ყოველთვის ეგეთი შტაბ-ბიჭდება დატოვა ჩემზე რა მაგ ორ ნაწილში მგონია რომ არ ვცდები ხო ამიტომ რა ბევრი რამის გაკეთება შეუულია ეხლა ოღონდ გუშინ კი ლაპარაკა რაღაც გამოდივართ რაღაცები ჩამოთვალა ამას გავაკეთებ მე არ მგონია რომ ჩამოთვალა ის ყველაფერი მისი გასაკეთებელი იყოს არ მგონია რომ მის საქმე იყოს ხა რეგიონებში სიარული და ეგეთი რაღაცების კეთება მის საქმე არის ჩემს ახლა საგარეო ასპარეზზე სადაც ბევრი კონტაქტები აქვს სადაც ხვდებიან ელაპარაკებიან უსმენენ იქ არის ხა ბევრი სამუშაო ისევ ორი მიმართულებით ერთი არაღიარების ნაწილში და მეორე სანქციების ნაწილში და მან შეუძლია მართლა ძალიან აქტიური როლის თამაში და ეგ არის ჩემს თვითონ უნდა დაკავდეს და მაგას უნდა დაუთოს ბევრი დრო და არაფერი აზრი არ აქვს ჩემს ახლა მის სადღაც ქვეყნის შიგნით აქ რაღაცებზე სიარულს ან არ ვიცი აქ რაღაცა სხვა სოციალურ ჯგუფებთან შეხვედრას რავი ყოველ ეს ხალხი ყველა ახლა რუსთავაზე და ყველა ყოველდღე ლაპარაკობს ვის რა უნდა ყოველთვის ყველაფერი გასაგებია არ მგონია რაღაც შეხვედრაზე რამე განსაკუთრებული ახალი მოისმინოს ახლა ამბავი არის ის რომ გარედან აღიარების ნაწილში ამათ უნდა ჩაიკეტოთ ყველაფერი საერთოდ და პლუს სანქციების თან აღიარების ნაწილში ახლა მნიშვნელოვანი იმიტომ ხა ისინი დაიწყებენ საპარლამენტო დელეგაციების დაკომპლექტებას რაც არის ერთ-ერთი საყვარელი საქმე საქართველოს პარლამენტარების, იმიტომ რომ მე მოგზაურობ ბევრს რა საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, იქ ევროსაბჭოში, იქ რაღაც იმაში ევროპარლამენტში, არ ვიცი ზუსტად რეებია, მაგრამ ბევრია ეგეთი და იქ ვინ მოხდება და მაგას აქ ხომ ეგ უყვართ ხომ იმიტომ რომ დადიან რა მაგითი ითვლი დღეში წელიწადში რამდენჯერ მოგიწევს ბრიუსელში ყოფნა, ან იმაში ყოფნა, ან ამაში ყოფნა იქიდან მხრიდან ამათი აღიარება არ უნდა მოხდეს და იქ არის სამუშაო ყველა მაგ ინსტიტუტში რომ იმათმა ამათი დელეგაციები არ აღიარონ და მანდატ შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს და იზამს მე მგონი რა მაგრამ გუშინ ჩამოთვალებოდ რაღაცები მოხდა გუშინ რომ მგონი რომ დრო არ უნდა დაკარგოს რაღაცებზე იმიტომ რომ სხვა რაღაცები საკეთებელი ეხლა ამ საპროტესტო აქციების პროცესში ну ისეთი საპროტესტო ასე ვთქვათ მოვლენა გვაქვს რომ მას აი ჭეშმარიტად საზოგადოების მთლიანი მობილიზება აქვს ანუ და ეს არის ალბათ მთელი სირთულეს დავად ხელისუფლებისთვის რომ ერთთავიან გველეშაპთან არა ვერავის ვერ ჩავა ამდენი ხანი ანუ ვიღაცას მოკიდო ხელი და აქედან ლიდერის გარეშე დარჩე საზოგადოება ეგ არ არის და ალბათ ამ ვითარებაში პირიქით ეს ერთგვარი სირთულე და ჩვენი გამოსავალიცაა მაგრამ ამ ვითარებაში ოპოზიციის სამოქმედო გეგმა აი რა არის აი ბევრი არ არის სინამდვილეში მე მესმის რომ აქმა არის ეგეთი რომ ოპოზიცია არ ჩანს და არაფერს არ აკეთებს მაგრამ მგონი რომ ბუნებრივი ამბავი არის როცა თავი პოლიტიკური პროცესი არის ქუჩაში გადატანილი ხო და ეს არ არის ინსტიტუციური პროცესი და ამიტომ ძალიან პარტიის საქმე არის რომ რაღაცა არის პროგრამა მოამზადოს და არჩევნებისთვის მოემზადოს და კამპანია ჩაატაროს და ადამიანებთან კომუნიკაცია ქონდეს აუხსნას რომ ეხლა მე რომ ხელისუფლებაში ამას ვიზავ იმას ვიზავ რატოღაც წარმოდგენა არ ვიცი ხმარტო ჩვენთან არის თუ არა მაგრამ წარმოდგენა არის თითქოს ეს პოლიტიკოსები რაღაცა ყველა ფრისთვის და ყველანაირი იმისთვის გაჩენილი ხალხი არიან ეგრე არ არის ხო არავინ არ გაჩენილა იმისთვის რომ ყველა ფრისთვის მზად იყო რომ რაღაცა ეხა ხარი ხო პარტიების საქმე რაც არის ის საქმე ხარ არ არსებობს ეხა მე რომ მეკითხებიან რა ვიცი რა საკეთებს ოპოზიცია რა ვიცი ჩემი ხარდამჭერები დგან არ რუსთაველს პირველი რასაც ზონები ეგ არის ჩემი ხარდამჭერები რომ გავდივარ რუსთაველზე რა ვიცი ყველა იქ არიან თუ კი ვინმე მომყვება მეწლებია და ყველას ვიცნობ პირადად Facebook-ზე ვინც არიან რაც შორის ჩამოდიან ჩემი ხარდამჭერები რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ ჩამოსულები არიან ეხლა და რუსთაველზე დგან რავი რომ მეკითხებს
პარტიაზე ხშირად აქ ხომ წარმოდგენს პარტია არის რაღაცა თითქოს ჯარი ყავს ახლა პარტია სადღაც გადამალული და ამ ჯარით რაღაცა უნდა გააკეთოს. პარტია არის ხარდაჭერები ვინც არიან ეგენი არიან. ჩემი პარტია დგას რუსთაველს, ჩემი ხარდაჭერები იქ არიან. თუმცა ისიც არ არის რომ საერთოდ საქმე არ არის. ძირითადი სტრატეგიული ხაზები რასაც ჩემ მიყვებით არის ის რომ ერთი არის ისევ არაღიარების ამბავი, მეორე არის აქ ქვეყნის შიგნით პროტესტი და ანუ წნეხი შიგნიდან და წნეხი გარედან და მესამე არის რაღაცა გზა რა უნდა იყოს დასახული რომ აი მივედით რაღაცა მომენტამდე როცა ვთქვათ ახალი არჩევნები ინიშნება და მერე რა ხდება როგორ ხდება ეს ახალი არჩევნები იმიტომ რომ ხა ისე თუ ჩატარდა როგორ საკანონო ტარდებოდა მაშინ მაგას დიდი რაღაცა მომენტში ხო ისევ თქვენთან უნდა გქონდეთ კომუნიკაცია კი რა თქმა უნდა და მაგნაციაში მის თქვა მინდა რომ რაც კეთდება და რაზეც მართლა რაც ყველა მუშაობს ერთი საგარეო ნაწილში მართლა კოორდინაციაც არსებობს ამათ პოლიტიკურ ჯგუფს შორის და თალსაკეც ყველა მუშაობს. თუ კი ვინმეს რამე კონტაქტები აქვს, ფორმალური ოფიციალური კონტაქტები იქნება, ეს თუ ახლობლური და მეგობრული კონტაქტები და რაღაცები თუ კი რამე არსებობს, ყველა კონტაქტს ვიყენებთ, ერთი რომ გარედან აღიარების ნაწილში არაფერი არ მოხდეს და ფაქტია რომ 26 ოქტომბრიდან უკვე 2 თვე გავიდა და არავინ არ აღიარებს, გარდა იმისა, ვინც პირველ დღეებში აღიარა და მაგითი დამთავრდა და ეგ არის პარტიების და სამოქალაქო ორგანიზაციების დამსახურება, ისინიც მაგაზე მუშაობენ. ეს არის აღიარების ნაწილი, მეორე არის სანქციების ნაწილი. არც ერთ უცხო ქვეყანას, სამ ქვეყანაში არ აქვს რაღაც საგამოძიებო ორგანოები, რომ აქ რაღაცა ინფორმაცია მოაგროვონ, ვინ უნდა დაასანქციო, ვინ უნდა დაასანქციო. ყველა ადამიანი რომელიც დასანქციებულია, მაგაზე მასალები და ინფორმაცია არის ისევ NGO-ების მოგროვებული და ჩვენი მოგროვებული და მიწოდებული. მათ შორის რჩევები მასთან დაკავშირებით თუ ვის უნდა მოხდეს სანქცია და სად იქნება უფრო მტკივნეული რეჟიმისთვის, ეგ რაღაცების მაგალითად ჩვენ ვაკეთებ და მანდაც თუ კი ვინმეს რამე რესურსი აქვს, ყველა რესურსი გვაქვს ჩვენ ჩართული და მაგითის პარტიებიდან დაკავებული. ამის გარდა არის პროტესტი და რუსთაველზე ვდგავართ და ნუ შეიძლება ყველა არ დგას, მაგრამ ბევრი პოლიტიკოსი დგას იქ და ყველა არ დგას, იმიტომ რომ მე ვიღაცებს ხედავ ხომ ვიღაცებს ვერ ხედავ, მაგრამ ვიღაცები მოდიან ხომ სუმეუნებია ხომ რაღაცა ეს რატო არ არის, რატო არ არის და რა ვიღაცებს ხშირად ხედავ ხომ ვიღაცებს ხშირად ვერ ხედავ ხომ, მაგრამ ხედავ ხომ. ეს არის პროტესტი და მაგის გარდა რაზეც ახლა მიდის მუშაობა, კაი ხანია და წესით გავალთ მაგის ფინანსში არის რომ დადგა ეგ მომენტი, ანუ შიდა წნეხით და გარე წნეხით და ვაიძულეთ რომ მივიყვანეთ იქამდე რომ მათ შორის მე არ მგონია ჯერ ეგ მოხდეს, მაგრამ მგონია რომ ეკონომიკურ კრიზისში რომ გადავა ეს ყველაფერი მე უფრო დაჩქარდება ეს პროცესები ვაიძულეთ რომ დაიხია უკან და იძახის რომ ოკეი იყოს ახალი არჩევნები თუ მაგამდე მივედით ეს ახალი არჩევნები როგორ უნდა ჩატარდეს მაგაზე არის შესაძახებელი ყველა სამოქალაქო სექტორის პრეზიდენტის ოპოზიციური პარტიების და მაგაზე რაღაცა მუშაობა უკვე არის დაწყებული და რაღაცებს ვათანხმდით მაგის იქით პოლიტიკურ პარტიამ ეხლა ამოცემულობაში როცა მთავარი პროცესი არის ქუჩაში რა შეიძლება გააკეთოს არავინ არ იცის ის კი არ მე არ ვიცი არავინ არ იცის იმიტომ რომ უამრავ ალბათ ყოველ საღამოს რუსთაველზე რამდენიმე ათეულ ადამიანს ველაპარაკები და ყველა მაგწუხილით ყველა არა მაგრამ ბევრი მაგწუხილით არის რომ აი პარტიების სად არიან დატო არჩევნად და რაღაცა ეს რაღაცები შემართლა არ ჩანს მათ შორის გარემუშაობა და რაღაცა მაგრამ აქ აი რა წარმოგიდგენიათ რომ ეხლა რა შეიძლება გააკეთო თუ რაღაცა პროტესტს ჭირდება რასაც ვაკეთებთ ასევე და მე მგონი ყველა პოლიტიკური ჯგუფი აკეთებს ამას არის ის რომ სხვა სოციალური ჯგუფები რაღაცა პროტესტს რო აორგანიზებენ თვითონ ორგანიზებით რაღაცა დახმარება თუ ჭირდებათ რესურსი იქნება თუ ლოჯისტიკა იქნება თუ რაღაცები ასევე ვეხმარებით რა იქნება ეს რაღაცა მარტივი ყველაზე მარტივი რაღაცა მეგაფონი იქნება თუ რაღაცის დაგეგმვა იქნება რომელსაც უფრო რთული ლოჯისტიკა ჭირდება პიკაპი და სცენა და ისა და ეს რაღაცები ვეხმარებით ყველას მაგაშიც ვართ ჩართული მაგის მიღმა მე არ მომისმენია ჯერ არავისგან რომ აი რაღაცა დღეს ახლა პოლიტიკურ პარტიამ აი ეს უნდა გააკეთოს და ეს ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვიცი რაც გვაკლია ჩემი აზრით რაც გვაკლია არის და მათ შორის აი იმ საკითხს დაუბრუნდები როცა მკითხე პრობლემებზე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და მანდაც დობის ამბავში და კომუნიკაციაში გვაქვს პრობლემა. რაც გვაკლია შიდა კომუნიკაციაში არის ის რომ არა გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია, როგორც აქ ოცნებას, ისინი ყოველ დღე ვიღაცა დგას და ბრიფინგს ატარებს და მთელი დღე და ყველა თემას ეხება და მე მთელი დღე ეს არის მედიისთვის თემა და აქედანაც მაგას ჭირდება დაპირისპირება ასევე რაღაცა ერთიანი, არა რომელიღაცა პარტიის ან კოალიციის, არამედ ერთიანი ოპოზიციური საინფორმაციო ნაკადის შექმნა მნიშვნელოვანია, რაც ასევე არის მეორე რაც გვაკლია, რაც გააჩენს ამ მეორეს, რაც არის საგანგებოების განცდა, რომ ეს არ არის ჩაულებრივი ვითარება, რომ ჩაულებრივად არ ვაგზავნებთ ცხოვრებას, მაგას ეს მათ შორის გააჩენს, რომ ყოველ დღე უნდა იყოს რაღაცა ეგეთი საგანგებო ბრიფინგი, სადაც
არც ისე ბევრი რამე არის სინამდვილეში გასაკეთებელი ძალიან მარტივად მე ხარ რაღაც ქარდებს ვაკეთებ ხოლმე სინამდვილეში მოსაყოლი არის რა ვიცი თქმელი მე რამდენი დღე არის არჩევნებიდან და რომ ისევ არავის არ უღიარებია რომ აქციის ამდენი დღე არის რომ ყოველდღე ამდენი ადამიანი გამოდის და ამდენი ადამიანია ნაწამები და ამდენი დაკავებული და ამდენი ეს და უბრალოდ დასაბდეითებელია და პლუს იმათ პროპაგანდის ხაზებზე რაღაც პასუხები არ გაცეცენ. ხომ ეს არის გასაკეთებელი ერთიანად და ეს მათ შორის ინფორმაციასაც მიაწვდის ადამიანებს როგორც ისინი აკეთებენ. მეორე მხრივ საგანგებოების განსაცდელს გააჩენს რომ რაღაც საგანგებო ვითარებაში ვართ რომ ეს რაღაცა ჩვეულებრივ business as usual არ არის. ჩვეულებრივ არ ვიძინებთ, არ ვიღვიძებთ. იმიტომ სინამდვილეში ვართ საგანგებო იმაში, სამსახურით დავდივართ ყოველდღე რუსთაველზე და რაღაც იმაში ვართ. საგიჟეთში ვართ რეალურად და იქიდანაც ნაკადი მოდის სიგიჟეების ყოველდღიურად. ეგ არის რაც ჩემი აზრით გვაკლია მაგნაწის თუ მაგამდე თუ მივედით რომ ეს რაღაცნაირად შევავსეთ და ხო მაშინ გონია რომ რავი ეგ არის რა ეხლა სხვას რაღაცა პარტიული პოლიტიკის კეთება და ეგეთი რაღაცები ყველაფერი ზღაპარი არ არსებობს ყველაფერი არის არესტარტებული სინამდვილეში ქუჩამ და არესტარტა ყველაფერი ყველა შენ როგორ აფასებ აი აღიარების არ აღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით რომ ჩაგეკითხო დაფინანსების მიღების და სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციდან გამოსვლის აი ფაქტებს ამ ფაქტებს როგორ აფასებ რამდენად დაფინანსებაზე ჯერჯერობით გარკვეული გამბავი არ არის ჩვენ უბრალოდ გამოვიყენეთ ამ შემთხვევაში კოალიციას ვიძახი ჩვენ კანონით განსაზღვრულ რაღაც ნორმა გამოვიყენეთ და უბრალოდ ჩავეხსენით თავიდანვე შეიძლება დაფინანსებაზე მე ეს თქვენ ვიღაცებმა უარი რომ რა მიიღებენ თქვა რომ რავი არ გვინდა დაუბრუნონ უკან გაუშვან ისევ ხაზინაში ხო ამიტომ მან სანახავია კიდე რა იქნება დაფინანსებასთან ერთად კიდე რაც წამოგვეწევა გზაში არის ხელფასების ამბავი რაც მანდატებს თუთმობ ხელფასი არ უნდა აიღო რა რაც ცოტა რთული ამბავი იქნება არ ვიცი რასიზმს იმიტომ იგი ინდივიდუალურად გადასაწყვეტი იქნება ყველასი ვისაც ის მანდატსაც ისინი აღიარებენ ხო და მე მაგალითად ჩემი გამოცდილება მე ხო ხა მეორე წრეზე ვარ 20-ში ხო არ შევედი და ხა მეორე წრეზე მიდوار ამიტომ ჩემი გამოცდილება ეგეთი იყო რომ მირეკავდნენ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისიდან და მე უნებოდი რომ რაღაცა ეს თახარიო ჩასარიცხიო შენთან ანგარიშო და მე ანგარიშ ნომერს არ მივიღეთ არ მე წინა პარლამენტში 2020-2024-ის პარლამენტში არც ერთი ლარი არ ამიღია და გარკვეული თვეების მერე იმიტომ ეს პროცესი ხო გაიწელა მე მიშელის მოლაპარაკებები რაღაცა მე მირეკავდნენ და ზუსტად არ მახსოვს არ იცი იყო მაგრამ დააგროვეს ეს და რაღაც რამდენიმე 10,000 ლარზე იყო ლაპარაკი რომ რაღაც ანგარიშ ნომერი მოგვეცდო და ჩაგერიცხოთ და ნუ მაგაზეც რო ვარ ვითხარი მე შემეშნენ ხო და მე მგონი აი რაღაცა გზა იქნება ხო ინდივიდუალურად ექნება ეგ ყოველას გასავლელი და ყოველას მაგ ცდუნებაზე უარი ექნება სათქმელი ინდივიდუალურად ხო მაგას ვერავის ვერც პარტია დააძალებს და ვერც ვერავინ მაგრამ ნუ ხო ეგზაც გასავლელი იქნება და კიდე გამოჩნდება რეზიდენციდან გამოსვლასაც შეეხება აქ მოლოდინია ითაუშვათ ადამიანმა რომ აიღოს ხელფასი გაუსაჯაროა მომენტი ეგრევე გაასაჯაროებენ ჩემს ეგრევე გაუსაჯაროებენ როგორც კი ერთ ლარს ვიღაცა აიღებს ეგრევე გაასაჯაროებენ და იტყვიან რომ აი ამან უგეცნოა ამ პარლამენტის ლეგიტიმურობა მან სინამდვილეში მაგაზე ხო არ არის სინამდვილეში მაგ ხელფასის აღებაც არ ნიშნავს რამენაირად ლეგიტიმურობის ცნობას უბრალოდ იმათ პროპაგანდას აძლევ საკვებს რომ გამოიყენონ მაგისთვის რომ თქვა რომ აი ლეგიტიმურობას ცნობენ რომ რაღაც კიდე ერთხელ ინფორმაცია თავისუფალ წვდომაშია ვინ იღებს ხელფასს ანუ კანონიერი უფლება აქვს ესეთი წვდომა ნუ ვიღაცამ წერილით რომ მიმართოს პარლამენტის ამ ვითომ პარლამენტის აპარატს ისინი მიცემენ რამდენს აძლევენ და რაღაც ალბათ შეიძლება ეგ ფარული იყოს იმიტომ შეიძლება ეგ პირადი ხასიათის ინფორმაცია იყოს და მაგრამ ის რომ ვიღაცა ხელფასი იღებს მაგას ინფორმაციას მიცემენ მაგრამ არ დაჭირდება თვითონ გამოდგებიან ეგრე და ეგრევე თვითონ იტყვიან არ დაჭირდება ვიღაც მიწერა და გამოთხოვა თვითონ გამონენ და იტყვიან რომ აი ამან აგერ ძმაო ხელფასი აიღეს და ესე იგი ესენი აღიარებენ და რას მაიმუნობენ ბარემ შემოვიდნენ შიგნით მაშინ ხელფასი იღებენ რატო არ მაშინ ხო რეზიდენციდან გამოსვლასაც შეეხება ну რავით მან ორივე ნაბიჯს გამოსვლასაც არ გამოსვლას თავის პლუსები და მინუსები ეკნებოდა ჩემი აზრით არ ეხლა ამბავი რო ატყდა რომ რაღაცა ვაიმე დავიქეცით რაღაცა რატო გამოვიდა და რაღაცა ეგ არ მგონია სიგიჟე მგონია მაგითი არ წყდება არაფერი ну პლუსი ალბათ ის იქნებოდა რომ დარჩენილიყო რომ რაღაცა ვიჭიდავებდით
მაგრამ მინუსი ის იქნებოდა რომ საბოლოო ჯამში როგორც მელიას აყვანა მოხდა მაშინ პარტიული ოფისიდან ახაც რავი ესენ მე არ მგონი რომ ეს რამეს უკან დაიხედო შეიძლება გაზებს შემოყრიდნენ შეგნი და გამოყრიდნენ იმ შენობიდან გაზით გამოყრიდნენ საბოლოო ჯამში ყველას ერთად და მაინც აიღებდნენ ახლა იმ შენობას რაც მერე გამოიწევდა უარეს ჩემი აზრით დეპრესიას და იმას რომ აი რაღაც კიდე ერთი მარცხის განცდა გაჩნდებოდა მაგრამ ხო შეიძლება ეფექტური პერფორმანსით ყოფილიყო ეს გამოსვლა მაგალითად ხალხის მიერ გამოცილება კი რა ვიცი იგი ხალხი თავისი გადასაწყვეტი იყო თვითონ როგორც გადაწყვეტა იმიტომ რომ არსებობს რაღაცა თანმიმდევრულობა ხო კომუნიკაციაში თქვი არ გამოდივარ და უცებ გამოდიხარ მაშინ ხალხისგან აიღეს ნებართვა კიდე რო გამო ეგ არ მახსოვს ზუსტად ეგ მაგ სიტყვებით შენობიდან არ გამოდივარ მე მგონი არ უთქვამს როგორც წესი ჩემი დაკვირვებით ეგეთ იმას არ აკეთებს ხოლმე ძალიან მოზუმილია ხოლმე განცხადებებში და ეგ ალბათ მისი დიპლომატიური გამოცდილება არის ეს რომ განცდა გააჩინა ხალხში რომ შეიძლება იმ შენობაში დარჩენილიყო მაგრამ მე არ მახსოვს არც ერთი კონკრეტული მისი მესიჯი რომ შენობაში ვრჩებიო ეთქვას ვრჩები პრეზიდენტათო იძახდა აქ ვრჩებიო იძახდა და მაგან გააჩინა განცდა რომ იმ შენობაში დარჩენაზე იყო ლაპარაკი მაგრამ ის რომ ამ შენობაში ვრჩებიო მე მგონი არც ერთხელ არ უთქვამს თუმცა ეგ განცდა გააჩინა ხო ეგ უკვე ფორმა როგორ იზამდა ალბათ საკითხი არის, მაგრამ ეგეთ რაღაცებს თვითონ წყვეტს, ანუ არავინ არ იფიქროს, რომ რაღაცა ანუ პირადად იღებს ეგეთ რაღაცებზე, მე რასაც უყურებ ახლა რაც შენ ურთიერთობა გქონია ამ ბოლო პერიოდში, ეგეთ რაღაცებს თვითონ იღებს გადაწყვეტილებას იძახს, რომ ესე და რთულიც არის მე აზრში აცვლებინო. და ახლა ბოლო მომენტები აი ამ დასანქცირებასთან დაკავშირებით. აი მთელი ჩვენი უბედურება მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს აღმოჩნდა ცივილიზირებული სამყაროსგან იზოლირებული. მაგრამ მთელი ამბივალენტური გზნობა იმაში მდგომარეობს, რომ ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას, მთლიანად საზოგადოებას, ამოქალაქო საზოგადოებას, იგივე ცივილიზირებული სამყარო გულშემატკივრობს და გვერდში გვიდგას. ასე რომ ვთქვა, აი ეს საკითხიც, რომელიც შეიძლება უფრო ფორსირებული ყოფილიყო მაგალითად უიზო მიმოსვლა და კიდე სხვადასხვა უფრო მძიმე ხასიათის სანქციები, ალბათ იმიტომ არის ჯერ კიდევ ძალიან ისეთი სკრუპულოზული მეთოდით დამუშავებული და მიმდინარეობს ალბათ ეს პროცესი, რომ რაც შეიძლება ნაკლებად იზარალოს კიდე საზოგადოებამ. მაგრამ აქვეა მე პირადად მაგის განცდა, რომ ეს მოფრთხილება შეუძლებელია რომ გაგრძელდეს რაღაცა წლების განმავლობაში, თუ კი მოხდება მისი კონსოლიდირებული ტოტალიტარიზმის ჩამოყალიბება. რამოდენიმე წლის შემდეგ უბრალოდსაც დავკარგავთ თავისუფალ ვაჭრობასაც დავკარგავთ ასოცირების ხელშეკრულებას ყველაფერი ბოლოს ყველაფერი მე ყველას მაგას ვეუბნები რომ თუ გაინტერესებთ საბოლოო ჯამში თუ დაუმარცხდით სადამდე მივალთ ბელორუსი არის ხოლმე ყველაზე კარგი მაგალითი რომ შეხედეთ ბელორუსს და რაც თქო ბელორუსში ეგ არის ბელორუსს აქვს თავისუფალი ვაჭრობა არ აქვს უვიზო არ აქვს რამე ეგეთ ბენეფიტები აქვს არაფერი არ აქვს ანუ ხალხი სად არის ძირითადი ნაწილი რაც პროგრესული ესეთ ნაწილი იყო დატოვა ქვეყანა წავიდა ამ ვიღაცები ციხეში საზოგადოებისთვის ევროპული რეჟიმის შენარჩუნება და ხელისუფლების სუბიექტებისთვის ესეთი სანქციების პირობებში მოქცევა არის შეუძლებელი ხანგრძლივ პერიოდში. აი, ამაში ალბათ ვთანხმდებით, მე ესეთი აზრი მაქვს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ დაკვირვების პროცესია, რაღაცა პოლიტიკური პროცესი არის, რომელსაც ისინი გულშემატკივრობენ, ალბათ ამ დუღილის პროცესში ელოდებიან მდგომარეობის დაწმენდას, ბოლო-ბოლოს საათ გაიკვალება ის გაუკვალავი გზა. მე ალბათ იქნება ძალიან კონკრეტული, ასე თქვა, უკვე დამოკიდებული. ყველა შემთხვევაში გარდაუვალია, თუმცა მანამდე სანამ მივლენ ჯერ კიდე აქვთ ბერკეტები ამ მიზნობრივი სანქციების, რომელიც ჯერ კიდე არ აქვთ დამუშავებული. იგივე ივანიშვილთან მიმართებაში რაც გააკეთეს პირადად მას დაადეს ახლა ეს სანქციები, მაგრამ ჯერჯერობით რა შეზღუდვები აქვს ახლა ბატონ ივანიშვილს? ფინანსური სანქციებია, რომელიც ამას ადებს ამერიკის ხაზინა, ეხება იმას, რომ ამერიკაში თუ რამე აქტივები აქვს, ეს აქტივები ყველაფერი გაიყინა, ეხება იმას, რომ არც ერთ ამერიკის მოქალაქეს არ აქვს უფლება, რომ მასთან დაიჭიროს რაიმე საქმე, გაკარება არ შეიძლება, თორე
არ წერია რომ უეჭველი მოხდება სანქცია, მაგრამ საფრთხის ქვეშ დაიყენებს საკუთარ თავს, შეიძლება ისიც მოხდეს მისი დასანქცირება და პლუს გარეთ არა ამერიკის მოქალაქეებს ეკძალებათ რაიმე ტიპის შუამავლობა ბიზნეს ანუ მე რო წავიდე ხადარ ამერიკის რომელიღაცა მოქალაქე დავაკავშირო ბიზნესს რაიმე ფორმით რაღაცა ხელშეკრულება რაღაცა ისა მე შეიძლება გავხდე სანქციების რისკის ქვეშ მოვექცე ეს არის ხან წუთში რაც არის გამოყენებული მაგის იგი შეიძლება წავიდენ ოჯახის წევრებზე შეიძლება წავიდენ მის კომპანიებზე და მანდარი მე კითხვა სადამდე ჩაყვებიან მაგას და თუ წავიდენ და ბოლომდე ჩაყვნენ მაშინ უნდა ჩამოყრიბიან უკვე საქართველოში ჩამოყრიბიან საქართველოს კომერციულ ბანკებში თუ რამე აქვს რეალურად საქართველოს კომერციულ ბანკებს თუ ისინი ანგარის გაუხსნიან მოემსახურებიან სესხს მიცემენ ნებისმიერ რამე ურთიერთობას დაიჭერენ უკვე რისკის ქვეშ ყაყენებენ რომ შეიძლება ამერიკის სანქციების ქვეშ მოხვდნენ და რაც ნიშნავს რომ ამ ბანკებთან უკვე საქმეს არ დაიჭერს არც ერთი სხვა ბანკი იმიტომ რომ შარია ეგეთთან გაკავება იმიტომ რომ შეიძლება ამერიკასთან ქონდეს პრობლემა მაქამდე თუ ჩაყვნენ ეგ ნიშნავს რომ აქ მოუწევს მე ეროვნულ ბანკს გადაწყვეტილების მიღება რომ ან მიცემს საშუალებას რომ კომერციული ბანკები დაემორჩილონ ამ სანქციებს და მაშინ აქ საერთოდ ვერაფერს აღარ იზამს ივანიშვილი მისი ოჯახის წევრი მისი კომპანიები ან გააკეთებს იგივესაც გააკეთებს პარცხალაძეზე და იტყვის რომ ეს რაღაცა უცხო ქვეყნის სანქციებია და რადგან საქართველოს სასამართლოს არ გამოუტანია ეგეთი განაჩენი ამიტომ მე ვაძლევ საშუალებას რომ აქ რა ვიცი კონდეს ეს რაღაცები თუ მაგზით წავა მაშინ უკვე ქართული საბანკო სისტემა ექცევა რისკის ქვეშ რომ თვითონ ეს დასანქცირება მოხდეს დასანქცირებაში SWIFT-ში ჩავჭრა SWIFT ვიზა მასტერკარდი რა ვიცი ყველაფერი დავბრუნდებით იმაში რა გადარიცხოს რო აკეთებდი და ფაქსით რო უგზავნიდი მონაწერს რო იქ უნდა მოეძებნა 5-6 დღის მერე დაждდა თუ არ დაждდა სადღაც მაგრიალობაში დაბრუნებაზე ბუკლეტები და კატასტროფა იქნება კარტოტეკები იგი მანდაც რომ მეკითხება სადამდე შეიძლება ამბავი მივიდეს აი საბანკო სისტემას არ შეიძლება დაემართოს ხო და ეგ წესით ხა ბანკებს უნდა აინტერესებდა პირველ რიგში მანდაც იგივე მაგალითი მოყავს ხომ რომ ავი შეხედეთ რა შეიძლება დაემართოს საბანკო სისტემას შეხედეთ რა ჭირს ბელორუსის საბანკო სისტემას ბელორუსის საბანკო სისტემა არის ერთი დიდი ცენტრალური ბანკი რომელიც მართავს ყველაზე დიდ ნაწილს ბაზრის მაგის გარდა არის სურუსული ბანკები და ერთი ავსტრიული რაიფაიზენია რომლის ასევე რომლის ფლობელის გონი რუსები არიან თუ რაღაც წიგნის ფლობელები თუ რაღაც ეგენი არიან ეგ არის მეტი არ არანაირი ბანკი რომელიც ლონდონის ბირჟაზე არის დალისტური ეგეთი რამე იქ არ არსებობს ეგეთი ჩვენთან ახლა ორი არის ეგეთი საქართველოს ბანკი და ტიპის ეგეთი რამე არ არსებობს ანუ თუ მაგზით წავიდა მოვლენების განვითარება მანდ მივალთ რა ვერაუცდებით გამორიცხული და რა პერსპექტივა გველოდება ჩვენ აი დავუშვათ წარმატების შემთხვევაში აი წარმატება როგორ წარმოგიდგენია რა უნდა მოხდეს ისეთი სცენარით რომელიც ჩვენ მიგვაჩნია ოპტიმისტური ჩვენს ერთადერთი რამე არის პრინციპული არის ის რომ უბრალოდ ესენი უნდა გაუშვათ არჩევნების გზით აი ტექნიკური გზა მოდი აი დავუშვათ დედუქციურად რომ წარმოვიდგინოთ მე ახლა მაქვს შეიგრძნება რომ ქართულ საზოგადოებას აქვს ერთადერთი მექანიზმი ეს არის პროტესტი და ამ პროტესტის კონკრეტულ ეფექტურობას აი რაში და როგორ ვერ ვხედავთ იმიტომ რომ ძალიან არ ჩანს აი კონკრეტულად არც ზეწოლა ჯერჯერობით სანქციები ჩანს და მაგ სანქციები ჯერჯერობით იქიდან არ მოყოლებით ჩვენ პრაქტიკულად ველოდებით საგარეო ასე ვთქვათ ფაქტორების ზემოქმედების ამუშავებას და ამ საგარეო ფაქტორებში ჩვენი ფასილიტაცია რომ იქიდან ეს საგარეო ფაქტორები იყოს დროული ეფექტური თანმიმდევრული და ჩვენზე ორიენტირებული მდგომარეობის იმაში ჩვენ პროტესტს არ ვანელებთ. თორე თავად ეს პროტესტი რომ ზოგიერთში ცინიკურ რაღაცა რეპლიკებს იწვევს და რაღაცა ესეთ კონკრეტულ მორალურ დილემებში არ აყენებს, მე მგონი უკვე ვიბრძენით. აი ამაში არის ჩვენი ახლანდელი ასე ვთქვათ მოქმედება. აი ჩვენს ოპტიმისტურ ასე ვთქვათ სცენარში დავუშვათ აი რა მოვლენებს ველოდებით. აი დავუშვათ ტრამპის ადმინისტრაცია. რომელიც ამათ ჰქონდათ ესეთი წარმოდგენა რომ ალბათ მათ ეგონიათ რომ ყველა კონსერვატიული ასე ვთქვათ აზროვნების ადამიანი არის დაახლოებით ისეთი ადამიანი როგორიც ინაუგურაციაც მოვისმინეთ რაღაც ალბათ ამერიკული საფრთხე არ არსებობს მაგრამ იქ ალბათ კოვბოის ქუდი და რაღაც ამდაგვარი და ალბათ ესეთი კაცი რო არის ის ალბათ იტყვის რა ვიცი საქართველოს რაში გვაინტერესებს საქართველოს ეს ალბათ რუსეთის მატარა ბაღი იყო თუ ტალკოტი იყო თუ რაღაცა უკანაეზო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები და ჩვენ დაგვტოვებს თავის ჩვენ პრობლემებთან. ჩვენ პრობლემებთან თუ დავრჩებით, მე უკვე ჩვენს ხალხს მოვერებით როგორღაც ან ბოლო-ბოლო დაიღნებიან ეს ხალხი ხალხ, მაგრამ როდემდე უნდა იყვნენ ახლა აქ.
აღმოჩნდა რომ ისეა მიღებული გადაწყვეტილება რომ აი ამ მოლოდინის გამართლება რაღაცა წარმოუდგენელი კი არა უკვე შეუძლებელია. ანუ ეს არ არის ის ადმინისტრაცია და ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ის სისტემა სადაც ესეთი არა პროგნოზირებადი სულელური გადაწყვეტილება არა მან რაც ზუსტად ვიცით და რაზეც ორივე მხარემ როგორც რესპუბლიკელების და დემოკრატების მხარემ გააკეთა ამაზე საჯარო განცხადება არის ის რომ ეხა იქ არის ეგრეთ ტრანზიციის პერიოდი რაც გულისხმობს რომ ძველი ადმინისტრაცია ახალ ადმინისტრაციას აბარებს საქმეებს და ამაზე ტრამპის წარმომადგენელმაც გააკეთა განცხადება და ჯეიკ სალიმონიც გააკეთა მე ერთ-ერთ ინტერვიუში საუბარი რომ ეხლა რა ნაბიჯებიც იდგმებაო საერთაშორისო იმაზეო ყველა ნაბიჯი არისო ერთმანეთთან შეთანხმებულიო ანუ ორპარტიული ამბავია ყველა იმიტომ ტრანზიციის პერიოდიო და ერთმანეთთან შეთანხმების გარეშე ანუ სიტყვაზე ეხლა ბლინკენის გუნდი და რუბიოს გუნდი ორივეს ყავს ამ ტრანზიციის პროცესის მენეჯერი და ესენი არიან ერთმანეთთან თანამშრომლები და ხდება საქმეების გადაბარება აქედან აქეთ შესაბამისად რაღაც გაწყობებსაც იღებენ არის ორივე ამიტომაც მაგიტო დაიწყეს უკან დახევა და მაგიტო თქვეს რომ ტრამპი თუ მოერევა 딥 სტეიტს ნახოთ და რაღაცეები რომ სინამდვილეში ხედავენ რომ არაფერი პრინციპულად არ იცვლება ეს არის ერთი ამბავი მეორე ამბავი არის ის რომ ამერიკისთვის აქ ინტერესები არ შეცვლილა ანუ როგორც იყო იმ ადმინისტრაციას იგივე არის ხამ ადმინისტრაციის დროსაც გასაგებია რომ ტრამპი უფრო რაღაცა იზოლაციონისტური რაღაცა ხედვების მიმდევარი არის რაც ამერიკაში დაფუძნების დღიდან არსებობდა მაგაზე დავა რამდენად უნდა იყოს აქტიური საერთაშორისო პოლიტიკაში ამერიკა და ყოველთვის არსებობდა ეს იზოლაციონისტური ძალები მართლა დაფუძნების დღიდან დაფუძნებული მამებიც კი გამართობდნენ შიგნი მაგ იმაზე მაგრამ აქ არ წყდება ხო მარტო საქართველოს რუსთავაზე არ წყდება მართლა ტრამპს ამ იზოლაციონში კიდევ ერთი მომენტი აქვს რა ანუ ისინი ითხოვენ ამ დახმარების გამო ფასილიტაციას და დახმარების აღიარებას, ანუ პატივისცემას. ანუ ტრამპის მთავარი საყვედური იმაში იყო, რომ ჩვენგანო იყენებენო აი ამ დაფინანსებს ნატო, ეს არის პრაქტიკულად ჩვენ აუშენეთ იმ მთელი თავდაცვის სისტემა და კიდევ ანტიამერიკული განწყობები აქვთ. მათ შორის ანუ ზუსტად აი ამ ფორმულაში პრაქტიკულად ვეღარცად ვერ თავსდება ქართული ოცნების კი ანუ მე მოლოდინი მაკრო ტრამპი იძულებულს გახდის ევროპას რომ ევროპა უფრო აქტიური გეოპოლიტიკური მოთამაშე გახდეს და მათ შორის გახდეს მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რაღაც ამერიკა და ამერიკის გავლენები გაქრება მით უმეტეს ხა ამათ რაც აკეთეს ის რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს და ანაკლიაში ჩინელები შემოყავთ და პლუს ირანში დადიან წინ და უკან და ხებულობ დე ფაქტო პრემიერი რომ ზის დარბაზი სადაც ყვირიან სიკვდილი ამერიკა სიკვდილი ისრაელს გინდა ტრამპი ვინც არ უნდა მოვიდეს ვინც არ უნდა მოვიდეს ამერიკის იმაში რამ ნებისმიერისთვის არის წითელი ხაზი ხო პლუს დაუბრუნდი მასაც ამბავი აქ არ წყდება მარტო საქართველოს ამბავი ანუ აქ წყდება საქართველოსთან ერთად წყდება სომხეთის ამბავი აქ წყდება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი იმიტომ რომ რაც ჩანს ახლა უკრაინაში ომი რაც არჩენა არის შავი ზღვის უსაფრთხოება არის ერთ-ერთი კრიტიკული თემა მთელი დასავლეთისთვის და ეხლა რა საქართველოს უწაიღო რუსეთმა პირველად პრო გაართულებს ამ საკითხს და აქ წყდება მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნების საკითხი იმიტომ იქ არის წარმოუდგენელი მასშტაბის რესურსები არის ძალიან დიდი რაოდენობით მარტო ენერგომატარებლებზე არ არის ლაპარაკი ძვირფას მეტალებზე და 1000 რაღაცეებზე არის მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციაზეც არის ეს ქვეყნები არის ჩაკეტილი იქ და რუსეთი არ აძლევდა მათ საშუალებას რომ გაეტანათ ეს საკუთარი გინა ნედლეული გინა პროდუქცია იმიტომ რომ მონოპოლია ჰქონდა სახმელეთო ტრანზიტზე და ყველაფერს ყიდულობდა იმადგან იაფად და შემდეგ ყიდ და ძვირად დასავლეთში და მათ შორის კვოტები ჰქონდა დაწესებული იმიტომ რომ მაგალითად ხორბლის წარმოებელი რადგან თვითონ არის ამიტომ რაღაც რაოდენობის ხორბას ყიდულობდა ყაზახეთიდან იმაზე მეც არ ყიდულობდა ხორბა ვერსად ვერ წაიღებდა ყაზახეთი ამ დანარჩენ ხორბას და ამიტომ არ მოყავთ მეტი ხორბალი ყაზახეთში იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ გააქვთ ესა თქვენოთ ავღანეთი და ამბები არის აქეთ ირანი სანქცირებულია და ერთადერთი გასასვლელი რეალურად ეხლა როცა რუსეთის სანქცირებული არის მარტო საქართველოს. ეს მათ შორის ნიშნავს იმას, რომ თუ დასავლეთს და მათ შორის ამერიკელებს უნდათ ინვესტიციები იქ, თუ ფული ჩადონ და რაღაცა გააკეთონ, რო ჩადონ, სადღაც ხომ წაიღონ და გამოსასვლელი მარტო აქედან არის. აი საქართველოს არ არის უსწავლეს მართლა არ წყდება მარტო ჩვენი ამბავი, ჩვენ ხომ მარტო ჩვენი გვაწუხებს ხადია ყველაზე მეტად, მაგრამ წყდება რეგიონის ამბავი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის და ზოგადად ჯამში ევროპისაც და ეს იმათმა ევროპელებს განსაკუთრებით კარგად აქვს გააზრებული. ანუ ვიღაცა ეს ილუს ბოდოა რომ ეხა რაღაცა გამენდა ადმინისტრაცია შეიცვლება და ამ ყველაფერს ვიღაცა ესე გადაყრის და დაიკიდებს და აღარ დააინტერესებს და ამაში ვერ დაინახავს რაღაცა ღირებულს თან ტრამპის ნარი ტიპი რომელიც როგორც ბიზნეს ტიპი არის და
თუ რამე იცის ითulis ყველაფერს და აქ თუ რამე შეიძლება დათვალო ყველანაირადში ყველა შემთხვევაში ეს არის უფრო მომგებიანი ამბავი მათ შორის ამერიკისთვისაც ეგ ყველაფერი ზღაპარია საერთოდ ეს რაღაცა ჯამში მაინც თავარი ამბავი არის პროტესტი რუსთაველზე ყველა შემთხვევაში ამ პროტესტის დამსახურება მათ შორის ის რომ დასავლეთის ყურადღების ქვეშ ვარ ხა გუშინ ნიქსზე უყურებდი ყოფილ ტვიტერზე და რა ვიცი მაგრამ დაიწყო ერთობლივი განცხადება რომ დადეს ამ სკანდინავიის და ბალტიის ქვეყნებთან მე ცალ-ცალკე რომ დაიწყოს კიდე საგარეოებმა და მე კიდე ელჩებმა და რაღაცა და აკლებული ქონათ და 29 დეკემბერია ორ დღის შობაზე და იმით ყველა დასასვენებლად არის ყველა არის საშობაო იმაში წასული და ამ დროს ამ ქვეყნისთვის რომ იცდიან და ტვიტავენ და ერთთან ბავში რო არიან მაგის ერთადერთი ის არის რომ რუსთაველზე დგას ყოველდღე ხალხი ყოველდღე რო ეს ხალხი დგას მაგის გამო შებულებიდანაც რაღაცის განცხადების გაკეთება და ისა საიტწავა ნებისმიერ შემთხვევაში რაღაცა ბზარებს ეს სანქციები გააჩენს ყველა შემთხვევაში და მე მგონი სანქციები კიდე მოემატება მაგრამ ჯამში ნებისმიერ შემთხვევაში ეს პოლიტიკური კრიზისი გადავა ეკონომიკურ კრიზისში შეუძლებელი რომ გადავიდეს ეხა უკვე პრობლემები არის აქ ვინ ჩადებს ეხა ფულს ხო გამორიცხული ანუ არც ერთი ქვეყანა ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ აღიარებს და ამ ქვეყანას ჩამოხვიდა ხა ფული ჩადო და რაღაც პროექტი დაიწყო ხო ზღაპარია ხო ამ ინვესტიციები ისედაც დავარდნილი იყო და არ შემოვა ამ ქვეყანაში ტურიზმზე ვარდნა გვაქვს ანუ არ ჩამოდიან ტურისტები იმიტომ რომ გაუგებრობა არის ქვეყანაში კაცმა არ იცის რა იქნება დახმარებებს აჩერებენ გერმანიამ გააჩერა ხა 240 მილიონ ევრომდე თუ რაღაც დახმარება რაც საკმაოდ დიდი თანხა არის და ალბათ კიდევ ვიღაცები მიყვებიან და ამას გააჩერებენ ეს არის ხა მე ვთვლი ვალუტის შემოდინების წყაროებს სამი წყარო ჩამოთვალე სამიეს პრობლემები აქვს ამას დაემატება ნებისმიერ შემთხვევაში ექსპორტი არის ასევე ერთ-ერთი წყარო და ექსპორტი მათ შორის იმის გამო დაემატება რომ რუსეთში არის სერიოზული ეკონომიკური კრიზისი და ამათმა მიაბეს ეკონომიკის რაღაც სექტორები რუსეთს და იქ წყიდულანება რუბლის დავარდება ყველა შემთხვევაში და ეს გამოიწვევს იმას რომ ექსპორტში ვარდნა იქნება იქითკენ რაც ასევე შეამცირებს დოლარის შემოდინებას. ანუ მე რასაც ველოდები არის ის, რომ ლარს ექნება სერიოზული პრობლემები, შეიძლება იანვარშიც კი დაიწყოს უკვე ლართან მიმართებაში სერიოზული პრობლემები. სექტემბერ-ოქტომბერში მარტო 700 რაღაცა მილიონი დოლარი რეზერვები გაყიდა ეროვნულ ბანკმა, რომ არჩევნებამდე რამენერად კურსი დაესტაბილურებინა, რომ ამას გავლენა არ მოეხდინა მე ადამიანების იმაზე განწყობაზე უშუალოდ არჩევნების დღეს 700 რაღაცა მილიონი არ გაუყიდია არასოდეს ორ თვეში ერთდროულად. და უკვე ჩამოსული არიან კრიტიკულ ზღვარზე. კრიტიკული ზღვარი არის, რომ იმის გამო რომ ჩვენ ვართ ნიშნულწილად იმპორტზე დამოკიდებული, ყველაფერი ასე ჭამპრაქტულად არის შემოტანილი და ბევრი ფული გადის აქედან, მაგისთვის ჭირდება უცხოური ვალუტა, რომ შემოდიოდეს ქვეყანაში. თუ არა გაქვს, მაშინ რეზერვების ხარჯვა გიწევს მე. კრიტიკული ზღვარია ითვლება, რომ 3.5-4 თვე იმპორტი რაც გაქვს, იმის 3.5-4 თვის რეზერვი უნდა გედოს და მან უკვე ჩამოსულები არიან. მაგ ზღვართან არიან თუ არ ჩამოცდნენ, შეიძლება ჩამოცნელებიც კი იყვნენ მაგაზე. ანუ ყველა შემთხვევაში ეკონომიკაში გაჩნდება რაღაცა პრობლემები. ყველა შემთხვევაში მაგაზე ვერ გაიქცევია. ცხადია ისინი დაიწყო პროპაგანდა მე რომ ეს არის რაღაცა, არ ვიცი, აქციების ბრალი, ოპოზიციის ბრალი, მის ბრალი, ამის ბრალი, მილიონ რაღაცას დააბრალებენ, მაგ რაღაცას. რა უნდა დახეთქოს კონკრეტულად ეს მონოლითი? უფრო მეტი ადამიანი გამოვა კიდე ქუჩაში, მათ შორის ეკონომიკური პრობლემების გამო. და მაგის მერე ვითომ კი მაგის მერე რეალურად რაღაცა მომენტი დგება როცა იქით რო დგას ეს პოლიცია იმ პოლიციის ოჯახის წევრები დგანან აქეთკენ სადღაც მანდ მივდივართ ჩემი აზრით რა და მანდ როგორც წესი იშლება ხოლმე ეს მონოლითი ისე ხმე ის გრძელ სცენარს ხვები თორე კაცმა არ იცის სინამდვილეს ჩვენ ისეთ რეალობაში ვართ ეხლა და ისინი უკვე ისეთ კომიკურ რეალობაში არიან და მათ შორის ეს რაღაცა ინაუგურაციას რო დაარქვეს გუშინ სასაცილო რაღაცა ის იყო ძალიან რაღაცნაირი რაღაცა შეიძლება კიდე თამაშობდე და ცირკს აწყობდე მაგრამ რაღაცა უბადრუკი სანახავი იყო რაღაცა ძალიან ცუდღეში არიან ეს გამომეტყველება ეს რაღაცა როგორ კითხულობდა რაღაცა თავი დამონოდა სურათი იყო და კაცი შეიძლება ხვალ შეიძლება უცებ იფეთქოს და ხვალ ჩამოიშალოს შეიძლება ერთ კვირაში მოხდეს შეიძლება ორ კვირაში მოხდეს არავინ არ იცის გონია რომ სადღაც მანდვართ რა ისინი კი გააგზელებენ თამაშს რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის და არაფერიც არ ხდება და ძალიანაც კარგად გავაგზავნებთ მართვას და იმას ვიზავთ მაგრამ სინამდვილეში ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის და როდის გასკდება ეს ამბავი არავინ არ იცის მაგრამ მე არ მოვიდგინე რომ აი მაინც უძლებენ და დგას ამ საპოლიციო ძალებზე და ნუ აი არიშლებიან საით წავა პროცესი წავა მაკეთკენ ეს პოლიტიკური კრიზისი გადავა ეკონომიკურ კრიზისში და სერიოზული პრობლემები ექნებათ ეკონომიკური. აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს კიდევ რაიმე მექანიზმი, რომ დაუშვათ ხელისუფლება ბოლო-ბოლო დასვას რაღაც მოლაპარაკების მაგიდაზე დაუშვათ რაღაცა კომპრომისზე.
მე მგონი რომ აქამდე შეიძლება მივიდეთ ახალი ადმინისტრაციის პირობებში პრეზიდენტმა დაურეკა კონკრეტულად ბიზნესს. ეს არის ცნობილი, არ ვიცი ხა რამდენად ფაქტი, მაგრამ ესე გაჟღერდა ყოველ შემთხვევაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებაში დაურეკა. შეიძლება მსგავსი კომუნიკაცია და უშუალოდ შედგეს თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების ან სხვა დიდი ევროპული ქვეყნის ლიდერისგან და ამას ექნება რაიმე შედეგი, იმიტომ რომ იმას არ ქონდა. ტრამპის შემთხვევაში რაღაც ეფექტი ექნება. ხო, ტრამპი ძალიან არაპროგნოზირებადი ტიპი არის თვითონ და რასიზმს ძალიან რთული სათქმელია საბოლოო ჯამში, მაგრამ ერთი რამე რაც აქვს იმიჯი და დამსახურებულად არის ის რომ რაღაცას რო იძახის იმას აკეთებს. და მაგიტო არის რომ რაღაც განცხადებას ვაკეთებს ხოლმე რომ ეშინიათ ხოლმე რომ აი მე ამან ახლა ეს თუ მართლა ექნება იმიტომ რომ მართლა აკეთებს მე და ნუ მე მგონი რაღაც ეგეთი ტიპის კომუნიკაცია შეიძლება შედგეს ალბათ ივანიშვილთან და სხვასთან არანაირი შინაარსი არ აქვს მინიმუმ ის ეფექტი ექნება რომ შეეშინდება თუ კი ის რეალობა არის ნამდვილი რეალობა როგორც შენ აღწერე რომ თავად აღარაფერს აღარ წყვეტს მაშინ ამ კომუნიკაციას მე რასიზმს არ ვიცი. მაგიტო თუ მინიმუმ ის ეფექტი ექნება რომ შეეშინდება, მაგრამ მე რასიზმს არ ვიცი. მე არ თუ თავად ვერ წყვეტს. არ ვისურვებდი მაგის ადგილას ახლა ოფნას, იმიტომ რომ ხო, მე არ მგონია რომ მას შეუძლია ბევრი გადაწყვეტების მიღება. ამიტომ არ ვიცი. დაუშვათ რომ შეგვიქმნა წარმოდგენა. წარმატების შემთხვევაში კერძოდ აი ამ ბნელ ოთახში რომელშიც ჩვენ შევაბიჯებთ, იქ იატაკი და ხვდება, აი რა მოხდება. იმის შემდეგ თუ კი წარმატება გვეღირსა. ერთადერთი რაც ახლა ჩვენ გვჭირდება არის არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება, რომ ჩვენ გვაქვს დასამტკიცებელი, რომ ეს ქვეყანა არის ეწოდებული ელექტრონული დემოკრატია, რომ მიუხედავად პრობლემებისა, ამისა, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია გაგვექცა და ძალიან დამძიმდა და ძალიან ახლოს ვარ დიქტატურასთან და ასე შემდეგ, ჩვენ მაინც ვართ ის ხალხი, ვინც არჩევნების გზით ცივილიზებულად ხელისუფლებას ცვლის. როგორც კი ჩვენ არჩევნების გზით ხელისუფლებას შევცვლით, არაფერი განსაკუთრებული არ იქნება. ანუ სინამდვილეში 9 პუნქტი რაც არის, იმის გაკეთება არაფერი არ არის. რეალურად იქ არის რაღაცა basic რაღაცა ხო, აი ძალიან მარტივი რაღაც ისენი. რაღაცები იქნება ცოტა სამართლებრივად რთული გასაკეთებელი, მაგალითად კლანის გაშვება და ეგეთ რაღაცები, მაგრამ დანარჩენი იქ რაც არის არაფერი არ არის. ვენეციის კომისიის რაღაც რეკომენდაციები, რომელიც შეიძლება აიღო და გააკეთო. მათ შორის მე ბევრჯერ მithქვამს, რომ მე არ მჯერა, რომ რაღაცა ის რაც წერია მაგალითად მართლმსაჯულების სისტემაზე საკმარისი იქნება ქართული მართლმსაჯულების სისტემისთვის, რომ ეშველოს. არ მჯერა. მგონია, რომ კიდევ უფრო მეტი რაღაცები არის გასაკეთებელი. მაგრამ იმის გაკეთება არაფერი არ არის. და როგორც კი ჩვენ მაგას პოლიტიკურ ნებას ვაჩვენებთ, რომ ამ რაღაცებს კეთებას ვიწყებთ, ჩვენ გავხსნით ეგრევე მოლაპარაკებებს ევროკავშირთან. ოდეღა ის სწრაფად გასაკეთებელი, იმიტომ რომ რასაც რამდენჯერმე მოვისმინე უკვე არის ის, რომ ბევრი დრო არ აქვს. გვაქვს სადღაც ახლობით 1 წელი, რომ ამ 1 წელიწადში ეს ამბავი უნდა მოვასწროთ, რომ მე გქონდეს დრო საკმარისი, რომ დავეწიოთ მოლდოვას და უკრაინას. და მე გვაქვს რაღაც რამდენიმე წლის ამბავი, როცა იქ არის სამი თავი, რამ სამი თავის მიხედვით უნდა მოხდეს ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და გვაქვს ეგეთი რეალური შანსი, არასოდეს არ ქონია არც ერთ თაობას ამ ქვეყანაში, 2030 წელს ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. ეგ არის გაკეთებადი, ანუ პირველად არის გეოპოლიტიკური მოცემულობა ეგეთი, რომ იქიდან ყველა კარიღია და გვეუბნებიან, რომ რამე ქენით, რომ აქ მზაობა არის სრული რომ მიგიღოთ, იმიტომ რომ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ეს ამბავი და მაინც ამ პერიოდში აქეთ ემთხვევა რომ აქ ყავს რუსები ხელისუფლებაში, რომელიც ამ კარებს აქედან ფეხებით წიხლებით კეტავენ და იძახიან რომ არაო. თორე როგორც კი ამას შევცვლით, რა ვიცი, ძალიან ისეთი პერსპექტივები, ეგეთ პერსპექტივები ამ ქვეყანას არ ქონია არასდროს და მე სულ მაგას ვიძახი რომ იმის კი არ მჯერა რომ რაღაცა 4 წელიწადში და 5 წელიწადში საქართველოს შვეიცარია გახდება. შვეიცარია ვერ გავხვდებით. შვეიცარია არის ჩვენზე 10ჯერ მდიდარი. ვერ დავეწევით ეგრეთ სწრაფად, მაგრამ ისეთ კალაპოტში ჩავჯდებით, რომ იმ კალაპოტიდან მე ესე მარტივად ვეღარ ამოხტებით რა და ხო, და განვით სწრაფი განვითარება შეგვიძლია, პოტენციალი გვაქვს ძალიან კარგი. და მინიმუმ ამ რაღაცა ჩრდილოეთიდან მომავალ საფრთხესაც მიშვილება ხა ევროკავშირი შეიძლება ნატო არ არის, მაგრამ მნიშვნელოვნად მაგ საფრთხესაც გავანაიტარებთ, იმიტომ რომ უკრაინის ომში ევროკავშირმა ისეთი
კონკრეტული სიცოცხლის უნარიანი დახმარებების უნარი გამოვლენა ნატო მაგასთან მოსატანი არის. მაგ მიმართულებით არის ეხა იქსუ დისკუსიები ხა მე სადაც ჩავდივარ ხოლმე ხან ალდეს კონგრესზე ხან იმაზე ხან ამაზე მუდმივი განხილვა მიდის იმაზე რომ ევროკავშირმა შექმნა საკუთარი შეიარაღებული ძალები და საკუთარი თავდაცვა. ოღონდ ისე რომ არ გადაფაროს ნატოს ისენი რომ ნატოთ, მაგრამ პლუს რაღაცები არის შესავსები და მიხედოთ ჩვენ თავს ეგ არის მნიშვნელოვანი და აპალაკი არის იმაზე რომ ყველა ქვეყანამ ამის რაღაცა ბიუჯეტი გამოყოს. აი ჩვენ მაგ მომენტისთვის თუ ეს დაუძლიეთ ახლა 2030 წელს ჩვენ შეიძლება ევროკავშირის წევრები გავხდეთ კაცმა არის ევროკავშირი რა ჯანზე იქნება და რა განწყობებით იქნება და რა ამბიციებით იქნება ხო ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ სხვა გზა მაინც არ აქვს რა დიახ გეთახმები მადლობა ზურა არა საინტერესო იყო მადლობა შენ ძალიან საინტერესო წელი გქონდა ესე იგი კი ხო და გამომდინარე როგორი რთული წელიც გქონდა დარწმუნებულიო რომ ასევე საინტერესო წელი გველოდება წინ. იმიტომ რომ ძალიან სერიოზული კრიზისი უნდა გადაწყდეს. ყველა შემთხვევაში საინტერესო იქნება, მაგრამ იმედი დავიტოვოთ რომ გამარჯვებით დასრულდება. ხო, ძალიან გჭირდება თან პირველივე ნახევარში ალბათ გამარჯვება. სამწუხაროდ როგორც ხვდებით, წელს ვერ ხერხდება ამ კრიზისის მოგვარება, ანუ ვერ გადავდივართ პირდაპირ მოგვარებულ მდგომარეობაში, ხო? სამწუხაროდ, მაგრამ მომავალ წელს იმედი მაქვს რომ მოგვარდება და იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება უსურვოთ ჩვენ ერთმანეთს ბედნიერი ახალი წელი. აუცილებლად ბედნიერი ახალი წელი და მაყურებელსაც ყველას ვიძღურებთ. გაიხარეს ზურა. შეგხვდებით რუსთაველს. მეგობრებო ეს გახდათ ზურა პიჩიჩაძე, მე ირაკლი მეფარიშვილი, ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ წელს. ნახვამდის.